მოგესალმებით ყველას, ყველა გრეპლინგის მოყვარულს, დღეს უმაგრესი საღამოგველის ტრადიციულად როგორც გამას ფაით პიტჩი გველის წესები მხოლოდ submission-ი, არანაირი ქულები, submission only baby და რაც მთავარი სანახაობა დღეს ბრძოლებს დააბოლოვებს რამოდენივე შერკინება დაღესტნელი და ქართველი გრეპლერების ერთმანეთის წინააღმდეგ. და კიდე მაგარი ამბავი მინდა შეგახსენოთ, გამა ტივიზე ვინც გვიყურებთ, სულ 5 ლარად შეგიძლიათ დღეს ხვალდაზე შეიძინოთ გამა FC.TV-ს გამოწერა, სუპერ აქცია 25 ლარის მაგივრად, სულ 5 ლარად ისიამოვნებთ. არა მარტო გრეპლინგით, არამედ მუშტიკრივით, როთუ გამათი და ყველა იმ ორთაბრძოლების შეჯიბრით, რაც ტარდება გამას რინგზე, ოქტაგონზე, ფაით პიტზე თუ სხვა სივრცეში. დიდი მადლობა გამას მაყურებელს, აპლოდისმენტებით შევხვდეთ ერთმანეთს. სანამ გადავიდოდე პირველ გრეპლერების წარდგენაზე, მე მინდა ჩვენი მსაჯები გაგაცნოთ. რეფერი რინგზე, ფაით პიტზე უпростоრეთ, შოთა აკულაშვილი. საბა ბეგაძე, საიდ რეფერი. და მეორე საიდ რეფერი გიორგი ხინჩაგაშვილი. და რა თქმა უნდა, ჩვენი კომენტატორები დღეს არიან გიორგი ბუჩუკური და ჯიცერი ლუკა. მეგობრებო, აბა მზად ვართ პირველი შერკინებისთვის. მაშასე პირველი წყვილი, რომელიც მე მინდა ვიხმო ჩვენს ფაით პიტზე და პირველი გრეპლერი გიგი სიჭინავა. გიგისთან დღეს ჩვენს ფაით პიტს იზიარებს გიორგი პავლიაშვილი. მისამართი ქსანის 2 სახელი გამა ფაით ჰოლი და დაუვიწყარი გრეპლინგის საღამო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო მაყურებლებო, ძალიან მაგარი შერკინებები გვაქვს თქვენთვის დღეს გამზადებული. რა თქმა უნდა, თავარი ივენთი ბატონი ნიქსონ ვეკუა შერკინება იაროსლავ რიამიშევსკის და მანამდე გვექნება საქართველოს versus დაღესტანი. მანამდე კი რამდენიმე პრელიმინარი ფაითი. მე გიორგი ბუჩუკური ვარ. დღევანდელ დღეს ჩემთან ერთად არის კაცი ლეგენდა, კაცი ჯიცერი, კაცი ლუკა. როგორ ხალხები და მე მგონი არ მოვიდა დანებდა უკვე გიორგი პავლიაშვილი. მისალმებას არ გვაცადა მაყურებელთან. არ გვაცადა. ვერც მოვასწავით თქმა თუ რა მოხდა. და ბრძოლა თურმე უკვე დამთავრებულია. Flying armbar-ი. ძელი სიტყვა მოკლედ თქვის, როდის ამბობენ ჩემოვითა და არის. 9 საუკუნის წინ და 9 საუკუნის და 9 საუკუნის მერე. კიდევ ერთხელ ნახოთ გამეორება და შესანიშნავი მოულოდნელი შესრულება. გიორგი პავლიაშვილი გამარჯვებულია. სულ რამოდენიმე წამში, მეგობრებო. Flying armbar-ი დაასრულა გიგი სიჭინავასთან ეს მეტაპი.
ეს იყო გეგმა? აი, ვიგრძენი რომ გამომივიდე და ჭიდაობის დროს და ჩავყდი რა. ანუ ექსპრომტ შესრულება იყო. კრეატივი, ასე რომ ვთქვა. კი. მადლობა მინდა გადავხადო გამას გულშემატკივრებს მოსვლისთვის. ჩემ გუნდს მინდა დიდი მადლობა გადავხადო მზადებაში, ასევე ჩემ ტრენერს და წარმატებები ნიკაშენის შეხვედრაში რა. დიდი მადლობა შენ გიორგი და აპლოდისმენტები გავაცილოთ და მოულოცოთ გიორგის ასეთი დამაჯერებელი ბრავო. გამარჯვება. მართლა შესანიშნავი ბრძოლა მოიგო. ეხა უცბად რამდენიმე წარში ვერც მოვახერხეთ. შეხურებისთვის მე მგონი კარგი იყო მიუხედავად იმისა, რომ ძალზე სწრაფი და გადავიდეთ მეორე შერკინებაზე, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან. პირველი მათგანი გივი ხუციშვილი. გივი ხუციშვილი ხედავთ Fight Pits. გივი ხუციშვილი მეგობრებო. ბატონო, ეს არის წინასწარი ბრძოლა, მეორე წინასწარი ბრძოლა და ჯამში 4 წინასწარი ბრძოლა. Rings Fight Pits იზიარებს სანდრო კუპატაძე. სანდრო კუპატაძე შეერკინება 74 კილოგრამში არის ეს შეერკინება. სანდრო კუპატაძე. ნახოთ იმედი აქ მაინც ვიყავთ ოდნავ უფრო გრძელ გრეპლინგს ვიკარას. ხსნება ეს საღამო. ეხა პერი აქვს დაღებული, ხოლმე არის გახსნილი. სანდრო კუპატაძე გლადიუსის წარმომადგენელი Universal ბათუმის წინააღმდეგ. ბათუმი ზოგადად ყალიბდება ერთ-ერთ მექად საბრძოლო ხელოვნებების BFA. არის საპატივცემულო დარბაზი, რომელიც მებრძოლების მოაი ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობენ. რა ხდება აქ? წავედით. რა შესოა იყო? Flying Scissor-ი შევა და წინა ბრძოლას მოიგო გიგუკიდან ბიჭმა და კიდევ ზუსტად იგივე 16 წამში რა ხდება? წინა ბრძოლაც ლუკი თულზა ესეთი ჩქარია რა, იმან არის როლით Scissor takedown-ი. რა სილამაზე. კანი ბასამით მე მგონი პირველად ვნახეთ ესეთი სტრაფი ხდება და სიჩქარით მე მგონი ესე აქ უფრო მიწაზე სულ დავიშლებით. ლუკასაგებია მეორე გასულა, მაგრამ შერკინება ასევე რამოდენიმე წამში დამთავრდა სანდრო კუპატაძემ. ძალიან სანახაობრივ გადაიყვანა მეტოქე და დაამთავრდა ქუსლის მტკივნეული. სანდრო კუპატაძე. აპლოდისმენტებით დავემშვიდოთ გივი ხუციშვილს, მე კი ინტერვიუთი სანდრო კუპატაძესთან ვარ. სანდრო მეორეჯერ ხედავს გამას მაყურებელი ჩვენს Fight Pits-ზე და მეორეჯერ ასე სწრაფი და დამაჯერებელი გამარჯვება. პირველზე კიდევ უფრო სწრაფად მოიპოვე გამარჯვება. როგორ კმაყოფილი ხარ უპირველეს ყოვლის რო გითხრა და რა გეგმები გაქვს? ძალიან კაი იყო, მოკლედ, რასაც ვფიქრობდი ის გამომევიდა და მოდი ცოტა წესიერი მოწინააღმდეგე რო ჩავინიშნო, მადლობა გივისჯერ. და მოდი, პავლიკ, მოდი, სათხარ. გიო. გიორგი პავლიაშვილს ყვევს ადამიანი, რომელიც წინა 15 წამში იყო საუბნიშე. გიორგი პავლიაშვილი და სანდრო კუპატაძე, მეგობრებო. პავლიაშვილი და კუპატაძე შესანიშნავი. როდის გაქვთ სურვილი რო შეხვდეთ ბიჭებო? სტრაფი მატჩი იყო. როცა გინდა პავლიკ, ასევე. Stare-down. Xvalebs ჩავხედე. მაესტრო stare-down-ს გააკეთებს ახლა. ჩოვაშია გადასული კაცი. სანდრო კუპატაძე, გიორგი პავლიაშვილი, სულ მალე გამას Fight Pits-ზე, მეგობრებო. თან განარან პრობლემა ექნება, შემდეგ ივეც ხვალ ვეჭიდაობენ არის პრობლემა. ერთ თვეში რა თქმა უნდა გამა Fight Pits-ში იქნება კიდევ ერთი. ახლა გამა Fight Pits-ში კიდევ ერთი ივენთი გელოდება. შემდეგი დაპირისპირება. გრეპლინგის. რომელიც ფრიად პრინციპულია, როგორც კულისებს უკან მითხრეს. და მე მინდა ვიხმო პირველი მათგანი. ნიკა ბერუაშვილი. ნიკა ბერუაშვილი ჩვენ არაერთხელ გვინახავს გამა Fight Pits-ში გამოსული, ძალიან მაგარი ბრძოლები აქვს ამ ადამიანს მოგებული და თავისე ბევრად მაღალ
წონაში 90 კილოგრამში ნაჭიდაობები აქვს და გაგოწევს 100 კილო და გაიმარჯვა ანბარით იმ შეხვედრაში. ზეკიში. ბერვაშვილი სერიოზული დონის გრეპლერია. ყოველთვის დიდი სიამოვნებაა მისი გამა ფაით პიჩი ნახვა. ნახოთ. სიჩინავას დამარცხებული ხალხიაში ნიკას მეტოქეა. პირველი ჩხუბის გამარჯვებული. ირაკლი საგინაძე. დებიუტანტი შეხვდება MMA-ის მებრძოლი გიორგი საგინაძე, რომელმაც ძალიან ბევრი შეჯიბრი მოიგო ამ უახლოეს პერიოდში. არმბარით არის ცნობილი, პირდაპირ აფრინდება გარჩი ხალხს. დური ფირცხელიან ხდება მის კუთხეში. ძალიან ლამაზ შეხვედრას ველოდები. ბერვაშვილი ძალიან დამოუკიდებელი. გაიხადა ეგრევე ტანზე როგორც კი დაენახა რომ ეს მეტოქეს მაისური არ ეცვა. აურა გაუთანა. აურა გაუთანა. 0-0 აურებში. ანას 1000 თუ როგორ არის ჯენზი როგორ ამბობთ? გააჩნია აი რას იზაურა. ეს იყო 1000. ეს იყო 1000. ხო, MMA-ის მებრძოლები ზოგადად ძალიან უხეში მოჭიდავეები არიან და არაერთხელ გუთხოვს ეს ჩვენ რომ ძალიან სანახაობრივს ხდიან ზოგადად გრეპლინგს, იმიტომ რომ სულ ზიანზე არიან ორიენტირებული, სულ საბმიშენებს ეძებენ, პოზიციურადაც უხეშად ჭიდაობენ. მეორე მხარეს გრეპლერებს აქვთ ის უპირატესობა რომ რაღაც თავისი ტემპი აქვთ, თავისი რიტმი აქვთ, შეიძლება ნაკლებად დაიღალოს. უფრო ტექნიკურები არიან რიგ შემთხვევაში და ეხლა მე მიყვარს რომ ბერუაშვილი დადგა დგომში, ძირითადად გარჩი უყვარს მუშაობა, მით უმეტეს MMA-ის მებრძოლთან, თუმცა რაღაცა იქნება მოფიქრებული. შეიძლება უბრალოდ უნდა რომ განაცხადი გააკეთოს იმაზე რომ შეუძლია ფეხზე დგომა. არმტრეგი გრინბიროლი და შევიდა სინგლ ლეგ-ზე. ხოდ ეხა იმუგლე ჩახტა პირდაპირ, ნახოთ თუ დაიჭერს. ჯერჯერობით ფუტბოლი არის და თვითონ მისა ეხა ჰილუკინიკამ და თან გამოძრა საფრთხეში იყო და კარგად იგზნო ყოჩა. კარგი გასვლა იყო საკმაოდ. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო ბერუაშვილი, თუმცა ძალიან მარტივად და უცებ გამოვიდა ყოჩა. დროულად იგრძნო პოტენციური ზიანი და ეგრევე დააღწია თავი, გაუშვა თავადაც მეტოქის ფეხს. ყოჩახ საგინაძეს MMA-ის მებრძოლები მოდი ვთქვათ, რომ არ გამოირჩევიან დიდად ფეხის საბმიშენებით, იმიტომ რომ MMA-ში დიდად გამოსადეგი არ არის ხოლმე. თუმცა ამ ბიჭმა იცის აშკარად. ვალტერ ვოლკერი სადღაც ახლა ხითხითებს. ჩვენ გვისმენს და ხითხითებს. კაც 3 ხო 3 4 გადა. ხო, MMA-ში ის მიზეზია რომ მუშტების ელემენტიც ემატება და შეიძლება უბრალოდ ფეხზე ჩასულს თავში გირტყან და ზიანი მიიღო. აქ ეგ საფრთხე არ აქვს. ისა სლეპი ხო არ დავამატოთ, ასე თქო. იაპონური ჯიუ-ჯიტსუ რო დავიწყოთ? სახეში სილის გასაგები შეიძლება. გარდი აიღო ისევ სინგლ ლეგ-ზე აშიზე შევიდა. მარცხენა ფეხს უტევს საგინაძის ბერუაშვილი, ეხა ჰილუგზე შეუტევს და მოკლედ თუ არ მოასწროს საფრთხეში არის. აშკარად კივა ეხლა საგინაძე და გამოძრა. ოჩახ. მან მგონი კიდე ტკივა. არა, ხო. არ ტკივა. იცი რა, MMA-ის მებრძოლებს ტკივილი სამტანობას მეტი აქვს, მაგრამ ზოგჯერ ეს მათ საპირისპიროდ მოქმედებს, იმიტომ რომ ჯვარედინმა ესმა არის ის სატანო. შეტევა ყველა რაც გააკეთა ბერუაშვილმა იყო გარდიდან, თუმცა ფეხზე იწყებს მაინც ცოტა მეუცნაური. ორივე ჯერ წააქცია იდეაში საგინაძემ. მაგრამ ორივე ჯერზე თავად შევიდა ბერუაშვილი ფეხზე, გადავიდა ფეხზე. ხო, ნახევარი გავიარეთ ძირითადი დროის, შეგახსენებთ და აქ გვაქვს დამატებითი რაუნდები, ხო? სანამ ვინმე არ დაიჭერს საბმიშენზე რომელიმე საქამდე, თვითონ საგინაძე დაიჭერს და კი ეს იქნება საბმიშენელი, ქულებით ვერ მოიგებს ვერავინ. ხო, რა თქმა უნდა, გამა გრეპლინგზე ჩვენ ქულებს არ გვაინტერესებს რა ასე. არ მოეწონა საგინაძეს ადგა ისევ ფეხზე. აქ რამდენად აწყობს ოვერტაიმი ბერუაშვილს საინტერესოა, იმიტომ რომ დამატებით დროშია იქ სპაიდეროვის პოზიციიდან თანაბრდება მეტნაკლებად შანსები და აქ ცოტა მეტი საბმიშენის საშუალება არის. თუმცა არ ჩქარობს ზიდა და ალბათ დარწმუნებული თავის ძალებში რომ იქაც შეუძლია გამარჯვება.
საღინაძე გავს ადამიანს, რომელსაც ესმის ეს თემა, ანუ გრეპლინგის კუთხით საკმაოდ განვითარებული უნარები აქვს ამ კაცს. 7-ია რაც თავარია, რაღაც გაუთვლელ რისკებზე არ მიდის. ჯერჯერობით ტეიქდაუნს არ შესულა, აგერ უკვე 2 წუთზე მეტია. იმ პირველი ორი ტეიქდაუნის შემდეგ გულისხმობ რა თქმა უნდა. კი, არც ნიკა არ არის ძალიან აქტიური ხა ამ ბოლო 2 წუთში. შეტევა დიდად გაუკეთებია არცებს. დიფინზე როგორც ნებდაუნი იყო, აი ხო. ინერციით ხობიდან ჩამოხსნა. შეახტა გილიოტინაზე, მაგრამ ღრმად ვერ აიღო. ვერც კი სერია იყო და ვერსტაინი დაუფიქსირა, მოკლედ ეს გილიოტინა წარუმატებელი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. არც იყო არც შემდგარა გილიოტინი. ფუცუკის წელობა იყო. ორივეს უნდა შიგნით ყოფნა, ანუ ანდერჰუგზე მუშაობ. ოვერჰუკიდან არც ერთი არ მუშაობს და აი ამ შიდა პოზიციის ძებნაში გავიდა დაახლოებით 2 წუთი ბოლოს. და ახლა უპირატესობა მის სამსაჯმა ბერუაშვილს, იმიტომ რომ დასვა პირველი საღინაზე. უფრო აქტიური ალბათ ჩათვალა ბერუაშვილი. წამოდგა ისევ ფეხზე. მარტივად. უბრალოდ ადგა. Just stand up. 24 წამი და გილიოტინაზე ამჯერად ბერუაშვილი შევიდა და ამოიღო თავი. 15 წამი დარჩენილი დაკეტილ გარდში სავარაუდოდ ოვერტაიმს ნახოთ, თუმცა ნახოთ ნიკა ბერუაშვილი დასამზადებს. ეგ არის აწამიანი ნიშნული გავიარეთ და დასრულდება ძირითადად დროს. ძალიან საინტერესოა ვის მიანიჭებენ უპირატესობას. შენ ვის ვიტყოდი? უკა. ალბათ უფრო ბერუაშვილს ჰილფუკის წელობის გამო, პირველი 2 წელობის გამო და ეხლა გილიოტინი ძირითად დროში არ გამოვლინდა. გამარჯვებული საჯებს მიუმართოთ, რომ თუ ვინ აიღებს დომინანტურ პოზიციას. საჯების გადაწყვეტილებით წითელი კუთხე იღებს დომინანტურ პოზიციას და ნიკა ბერუაშვილი იწყებს ზურგიდან. წუხნახევარი ექნება ბერუაშვილს რომ საქმე მიიყვანოს ბოლომდე. შემდეგ იგივე შანსს მიიღებს საღინაძე. თუ ვერ დაამთავრა ახლა ბერუაშვილი. კი ბატონო. ერთი მხრივ თავი რო უფრო ქვემოთ აქვს საღინაძეს უკეთესი არის გამოსვლისთვის, თუმცა შეუკრა მე მგონი ღრმად არ არის, მაგრამ ესეც იხჭობა ხალხი ზოგადად. კონორ მაგრეგორი. ეს ხა რამდენად ფეხს უნდა ეძებდეს და არა ზედახელს არ ვიცი. ძალიან უცნაური დასვა. ეს უფრო ტკივილზე ორიენტირებული, ეხა ამ წამს ტკივილზე ორიენტირებული არ დაიძინებს დიდი ალბათობით საღინაძის შესაბამისად, იმაზე რაც საუბრობთ რომ ეს მებრძოლებს დიდი ამტანობა აქვს. ეხლა უკვე საში შეიძლება გახდეს ეს ყველაფერი და თუ ასყობები დაინახათ, თორემ საღინაძე შეიძლება გამომუშავება შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს. თუმცა სარისკო რო არის ეგ თვალსახარი, მაგრამ თუ გამოვიდა ჩაითვლება. შეუძლია რომ გამოწვრეს ამ პოზიციიდან, ანუ ზურგიდან შეუძლია ადგეს ხო უბრალოდ ბატონო ბერუაშვილი და მაგ შემთხვევაში დასრულდება ეს შეტევა, ხო? კი, თუ წამოიგა. წამოდგიეთ ფეხი გაბა და ჩამოვარდება. რატო არ აღწელებს ბერუაშვილი, ალბათ კისერს ეძებს უფრო მეტად. ამ დროს ჯობია რომ გააბრტყელო მაინც, იმიტომ რომ მაგ დროს გაბრტყელების დროს ღია რჩება კისერი, ეყდნობა მიწაზე, მაგრამ აქედან დაიწვინა თავი ხა საღინაძემ, ბრავო და ეხლა თავად მიიღებს შანსს ბერუაშვილის. საკმაოდ სარისკო, თუმცა გამართლებული გადაწყვეტილება იყო. კი. ნახოთ როგორ შეუტევს თვითონ. და ხა ირაკლი საგინაძეს ჯერია ზურგიდან დაწყების. წავედით. თავის პოზიცია კარგია, მოხდა გადაატრიალა ყოჩა საგინაძეს. ნიკა მეტოქისგან განსხვავებით ხელზე ამუშავდა ჯერ და ეხლა მოშორებას თილოს, მაგრამ კარგად მუშაობს. დიდი კონტროლი ყოჩა საგინაძეს. გადაყვა ეგრევე. მაჯა გაუთიშებები ჩააწევი. მახცობელა ხელს ეძებს ეხა ბერუაშვილი, რომელთაც შესვლა უნდა საღინაძეს და ჯერჯერობით აკონტროლებს. ორივე ხელი რომ მოკიდოს ალბათ უკეთესი იქნება.
ეხლა მგონი ორივე ხელი აქვს არა ჯერ ისევ არა. ეჭიროს არ ჩაანაცვლო. ეხლა გადამოდი. გადმოდი ხელი. თავზე გასმოიტანე. ფეხებით კარგად აკონტროლებს ახლა სიტუაციას აღინაძე გაქცევა გაუჭირდება აქედან ბერუაშვილს. მოიტანე თავზე და დაუკეთე ბოლომდე ერთხელ. აქ ეხლა ანბარის საფრთხეც არის მარცხენა ხელზე ბერუაშვილის. შეიძლება დაელოდოს დამატებით დროის ბოლოს რომ უკვე პოზიცია თუ დაკარგა მაშინ მნიშვნელობა აღარ ქონდეს მაგრამ აი მაგას აპირებს კიმურაგრი წაიღო და გადადიჯა ფეხი ნახოთ ხა გახსნა უნდა ხეს 15-13 წამი ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება იქნება ეხლა თუ საბმიშენით მოიგოს არინაძე ბერუაშვილის დაარბარება არ არის ხუმრობა არა ძალიან რთულია გადაში კარგი მსაუბრა იყო ძალიან ყოჩახს არინაძეს ლამაზი აბა ნახოთ ახლა ანბარის პოზიციას აირჩევს პირველი შანსს მიიღოს ბერუაშვილი მეტოქისთვის ანბარის შესრულების შანსი მიიღოს ბერუაშვილი და გადავდივართ სპაიდერ გარდი სპაიდერ ვები სწორად უთხრათ უზენატრას დავიწყეთ მე მაესტროს ესე გახსნა სწორად იცავს მაგრამ არასწორად უტევს ეხა აქიდან გაშლა დანართული არის იმიტომ ხელი კარგად აქვს რეალნი ჩოუთ გრიპით დაფიქსირებული ძალით აწובה უფრო შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ჯანში ვინ უფრო ძალად დადგნენ ხა აქ და ერთჯერობით დგას აღინაც ეს ფეხიც ეხმარება საგინაძეს ახლა იმისთვის რომ ბერუაში მოვერჩეზოს აი მთელი ძალით და მთელი ყურადღებით ხელის გახსნაზე მუშაობა გასწორებას დილოს ბერუაშვილი მაგრამ არ აწევს ამის საშუალებას როგორ აწუხებს მარჯვენა ნერვებს უშლის შეიძლება ხო აიგონა შეიძლება ნერვებს უფრო უხდეს ახლა არა ის ზედა მარჯვენა ხელი აღინაძის რომელიც არის ის იმით იცავს კარგად და ის უნდა გააშლევინოს პირველ რიგში და გადაბიჯა ესე წამოდგომა ძალიან სარისკოა ამ შემთხვევაში თუ ეგრევე ამგლეჯვის ხელის ამგლეჯვის იმედი არ გაქვს ჯობია რომ მოკეცილი ხელი შეინარჩუნო მაგრამ ბრავოს აღინაძს ვაგრძელებთ შეხვედრას ამჯერად დაიწყებს აღინაძე იქიდან სადაც გადავიდა ზურგიდან იმ პოზიციაზე სპაიდერ ვები ბონახოთ იგივენაირად იცავს თავს ნიკა ბერუაშვილის როგორც აღინაძე მანაც თავის აწუხებს რა ხდება ხელი ხوار იტკინა არ ვიცი რა მოხდა ხელი ეტკინა დიაბოტობით ვერ დავინახე რა მოხდა ანუ მე ვერ მივხვდი რატომ შეწყდა ეს დამატებითი რაუნდი მაშინ როდესაც პოზიცია აშკარად გაუმჯობესებული ჩემი გადმოსახედა ყოველ შემთხვევაში არ ქონდა ბერუაშვილს ტანის ამკუთხედი იცი რა მოხდა წინა რაუნდში მაგრამ გავაგრძელოთ მოდი კონტროლი აქვს ძალიან კარგი ეხა ძალიან უხეშად აწუხებს ბერუაშვილი თვები შეისწორა ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გამოიყურებოდა გრეპლინგის დროს ასე იყიდება მებრძოლი შესაბამისად ბრძოლაც ტანის საკუთხედი კარგია კონტროლისთვის მაგრამ მობილობაში ხელს გიშლის ეხა იდაყვებით არა აქ იდაყვები ასე არა ხო კატრიანდი ჩემკე ისერი არ მიცე პირველი ორი მატჩის დროს გოპრესირებელი ხარ ვინას გავურეთ იქაც მალე მორჩა ისევ სახეზე მარჯვენა ხელი შემოტარებული მაგრამ მარცხენა ხელი ჩაკეტოს ვერ ახერხებს იმიტომ რომ თუ ბეისბოლ გრიფი აქვს აღებული ხა საღინაძეს ბერუაშვილის მარცხენა ხელზე გაითავისუფლა ის ხელი თუმცა ეხა უკვე კისერი დამალა იდეალური დაცვა რაც არის ამ პოზიციაში მაგას აკეთებს ამ ბიჭმა იცი ჟიუდის
და დაჭირდა ამისთვის სადღაც 12 წუთი რომ დაერწმუნებინე მაგაში. MMA-ის მებრძოლი და სკეპტიკურად ვარ განწყობილი და ამისმა ეგრე არ არის. მე პირიქით ეგრევე მიჩნდება სურვილი რომ მათ ხარეს გადავარდე. მინდა რომ კარგი პერფორმანსები აჩვენო. მესამე დამატებითი რაუნდი. ხე? არა, ეხა მესამე არის, ოღონდ მიიღებს თავის შანსს უკვე საღინაც. ეს დაითვალე, თორე ბოლოს მაესტრო ჩვენ ვფიქრავს წინასწარ. უიტყვებოდი, რა 6 უძახეთ. არა, 8. ეს გავკვირდა 8, მაგრამ გვენდო ბოლოს. დაახოთა და ისევ კიმურა გრიპია სპაიდერები თუ ზურგიან ნაპირებს ხე დამთავრებელს. მაჯა გაუკონტროლე და გადახო. თვითონ მოგცემ დატრიალდეს. ვერ შეაცურა მარჯვენა ხელი. ვერ შეაცურა მარჯვენა ხელი ჰაფნასონი აიღო ზურგიდან. ეს უბრალოდ დისკომფორტია. ეხლა წარმბარი უნდა. ახლა მაგრამ არბარისთვის ადრეა. გადაიტანე თავი. თან არბარი ეხლა. როდესაც უკვე ორივე საკმაოდ გაოფლილია, სველია. თან არბარს მეტი ძალა ჭირდება ფიზიკური და ეგ რამდენად შერჩაო რომელიმე მებრძოლს. ძალიან დაღლილებს გვანანთო მოგატყუა. ხო. ну როგორც წინაზე თქვი, ელოდება დარჩენილ ბოლო 20-30 წამს რო გადახტეს არბარზე. და კარგი ახლა ეგ ჩავლება რაც მაგის ჭირდება და ისევ აიღო. 30 წამი. გადაატარა და ზუსტად იგივე. ცოტა ადრე წავიდა, იმიტომ რომ წინაზე გაუჭირდა. ეხლა გახსნა. ისევ აიღო ის დაცვა ბერუაშულმა რაც ხელი არ აქვს კარგად ჩაკეტილი. აი გაშლევინე. ბერუაშულს. გაიცანე ტრაბა. აი ხა გამოსწორა ნიკა ბერუაშვილი. გამოასწორა ბერუაშულმა, იმიტომ რომ საფრთხე იყო იქ რაღაც მომენტში რომ გაიხსნა. კი, გაშლილი ქონდა თითქმის. აქ შეთანხმდნენ ბიჭები? არ ვიცი, რა შეთანხმდნენ, მაგრამ მათაც დაგვაკალეს ჭიდაობით დრო, სად არის ჩემი 4 წამი. სპაიდერებში 4 წამი. ბენჩაფია აქ უკვე ვისაც უფრო უნდა ის მოიგებს ეგეთ ჩემს. უნდა დამთავრდეს დღეს. რამენაირად უნდა დავამთავროთ. ვინმე გამარჯვებული უნდა გამოვიდეს. მაესტროს ფრეები არ უყვარს. მალე მოიგეთ ბიჭო. ვინმე მოიგეთ კი არა. მალე მოიგეთ, ვინმე მოიგეთ. რაგიტო არ უყურებს ფეხბურთს სხვათა შორის, ცნობილი ფაქტია. ფრეებს ვერ იტანს. ხო რაც უფრო სწრაფად იმოძრავე. შვენიერი. გამოდრა. ბრავო სარგია. შვენიერი. გადაიტანე. თავიდან ეგრევე როგორც ბირცხელიანი არის საღინაძის კუთხეში. ბირცხელიანი არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც გამა ფაით პიტის ისტორიაში გადავარდა გამა ფაით პიტს. შესაბამისად, მას ეკუთვნის გამა ფაით პიტზე დაბრუნების რეკორდი. წავედით. ისევ სპაიდერ ვები დავიწყეთ. ჩვენ ახსენე ლუკა დასწრეში რომ არბარების სპეციალისტია საღინაძე და ჯერჯერობით ბევრი ვახსენე კი, მაგრამ უკეთესი დაცვა აჩვენა ნიკამ ვიდრე ვინმე სხვა ვინც აქამდე წავა საღინაძე. დონის გრეპლერია, ახლა მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ საღინაძეც კარგად მუშაობს ხეს. გვიან რაუნდებში ამ საბმიშენის აღება შენ თქვის არ იყოს საკმაოდ რთული გასაკეთებელია. თან ახლა თავის დატყვევებული აქვს იმ ხელი ხო არ გაშალა. არა შეგვიძლია. აი ხა გაშალა და გამოძრა? კი, გამოძრა. ზელდება მეხუთე დამატებითი დრო. მეხუთე რაუნდი? კი. ორი ზურგი, ორი სპაიდერები და მეხუთე დამატებითი დრო. ბიჭები ჭიდაობენ 6+ წუთნახევარი 8ჯერ რამდენია? 12 წუთი. 18 წუთია ჭიდაობენ ბიჭები. წავიდა მე-19 წუთი ჭიდაობის. 6 რაუნდიანი გვინახავს, მაგრამ აი მაგისი კი დაღამაცოს. თან წინა ივენტზე ვნახეთ 6 რაუნდიანი. არ გაყვე. მე ჩალიჩეხა სამკუთხედის გახსნაზე ფეხი. ბოლოს რამე სხვაში შევაჯიბროთ. ბუქნებს შევაჯიბროთ. აზიდვები ბუქნე. აქ საინედის კუთხე მიუთითებს რომ
ტანის სამკუთხედი გაახსნევინეო, თუმცა ჯერ მაყჩობელა ხელს ებრძვის საღინაძე და მეგონი შეაქვს ღრმად არ არის. აი მარცხენა ხელი იგივენაირად ბეისბოლ გრიფით ქონდა იცავდა თავს და როგორც კი მაგ ხელს აშვებინებს, ეგრე ძალიან მაგრად მოზრაობს ურდაცვას შორის, აი ხელსა და კისრის დაცვას შორის. ძალიან დომინანტური პოზიცია და შეიტანა თითქოს 28 წამი არა. ხელით კივა. როგორც ჩანს ტრავმა დაასრულებს ამ ბრძოლას. იმიტომ რომ წინა სადღაც ერთი რაუნდის წინ არბარს რომ იცავდა თუ გახსოვს ხელი ეტკინა ვთქვით ჩვენ თითქოს ეგ დავინახეთ რომ ხელი ეტკინა და როგორც ჩანს ვერ აგზელებს სამწუხაროდ ნიკა ამ ბრძოლას. კი და სამწუხაროდ ვერ აგზელებს. ძალიან ცუდია. იმედია სერიოზული არაფერია, სერიოზული ტრავმა არაფერი აქვს. გაუყინავენ ეს წყლით რატო გაუყინეს მიუასხათ ამ კაცს. გრძელდება შეხვედრა. ნიკა ბერუაშვილი, ლეგენდა კაცი. არანაირი ტრავმა არ გააჩერებს ამ შეხვედრას. ერთი ხელით ნაკლები და 50% მცირდება ანბარის შანსი უკა. ავიდა 22 წუთი. აგიტომ არის ოქტოპუსის დასაბმითება საკმაოდ მარტივი შანსი. 8 ფეხი. ბევრი ვარიანტი. 8. და პლუს კისერი. ისევ ზურგის რაუნდებში ვართ. ეხა უკვე საღინაძე ჯერია. გამოქცევას ცდილობს ბერუაშვილი. ჰუკებს ებრძვის ბერუაშვილი რო გადმოტრიალდეს და თოჰოდის თემა იყო მეგო. შევიდა ღრმად ეხა ებრძვის მაყწობელა ხელს ბერუაშვილი. უნდა დაკარგოს საღინაძემ. მარჯვენა ჰუკი გაეშვა. არა, შეიძლება გადმოტრიალდეს უსებს ბერუაშვილი. კი ბატონო. თითქმის გამოსულია. არა, ჯერჯერობთ არა. ჩაასწორა. დაიბრუნა ჰუკები. ჩაასწორა. ჩემს ამბეური ენერგია აქვს. კარდიო უნდა შეუქოთ ორივეს. ცალსახად მე-20 წუთია ჭიდაობა. შეიძლება 21-იც. ჩვენ რა ვერ გავითვალისწინეთ, ეს წეგარო ვითვლით და პირდაპირ 8-ზე გავამრავლეთ ეს რაუნდები წუთნახევარზე, იმიტომ რომ ზოგჯერ ადრე გამოიქცეოდნენ ხოლმე. ხო, ეგეც არის. ნუ არა. მაინც ბევრი ჭიდაობს. 20 არ ბარსაპირებს. ო 10 წამია დარჩენილი. ძალიან ცოტა. და შეიძლება აშლევინებს ყელს 6 წამი დარჩენილი. მაჯაზე უჭირავს. ეხა ვისტლოკის თელობა და გავიდა დრო. ბრავო ნიკა ბერუაშვილი. ბერუაშვილის ხელები რას უძლებს? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სადმე რაღაც პიანოზე არ აქვს დასაკრავი ახლა მომავალში არ გამოსგავს, იმიტომ რომ აი სასწაულდღეში ხელი აქვს ძალიან დაზიანებული ხა ბერუაშვილს. გაუყინონ უნდა. კარგად გაუყინონ თან. იშვიათი მებრძოლის სული. თუმცა არც თუ ისე იშვიათი გამა ფაით პიჩი. აიდერ ვებს ნახავთ უკვე მე 5-ად. ისო ზურგს არის. treba ზურგი აირჩია. წავით. ისევ წუთნახევარი, ისევ თავიდან ჩაერთო. ყველაზე გრძელი ბრძოლის რეკორდზე მივდივართ ჩვენ. სავარაუდოდ ნახეთ ყველაზე სწრაფი საბმიშენები. და ეხა მათ შემდეგ ეგრევე ვნახულობთ ყველაზე გრძელ ბრძოლას დიდი ალბათობით. აი დამატებით დროში უფრო მეტ წნეხ შემიძლია სახორცელებს ბერუაშვილი, ძირითადად ზურგზე არის ხოლმე, თვითონ არის ზემოდან და უწევს წონის თრევა საღინაძეს. თუმცა დაღლილი კაცის დიდად არ ეტყობა საღინაძეს, რომ უჭირდეს, შეერჯერობით იცავს კარგად თავს, მაყჩობელა ხელს ებრძვის ამჯერად. ჯაკეტა. გადღრმად არ არის, მაგრამ face chokes და რა ზატარის დასანებებია. ნიკა ბერუაშვილი, ბრავო! ძალი ხელით მოიგო ეს ბრძოლა. აი ხელი დაუსტა უკვე. ბრავო ნიკა ბერუაშვილი. ორი ბრძოლა მოიგო.
როგორი ფლოდ ნახეთ face show-იც არის ყურმად. ის კრენკით მოის. სანიშნავი იყო ეს. ჯერ საღინაძე დაამარცხა, შემდეგ გრავიტაცია ვნახოთ გამეორებაზე. კიდევ ერთხელ დავაჯილდოთ აპლოდისმენტებით ბიჭები. ძალიან დაძაბული შერკინება ქონდათ. მას ასე თულა აღარ მქონდა, არც მახსოვს, რომელი დამატებითი რაუნდი იყო უკვე. ნიკა ბერუაშვილია გამარჯვებული. რერ ნეკეთ შოუქით როგორც დავინახე 10 დამატებითი რაუნდი იყო. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ირაკლი საგინაძე. ნიკა, მოგვიყევი ორიოდე სიტყვით რატო იყო ეს თქვენი ჭიდაობა პრინციპული და კმაყოფილი ხარ თუ არა დღევანდელი შედეგით? მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის. რაც შეეხება პრინციპებს, ჩემთვის არც ერთი შეხვედრა პრინციპული არ არის, არც ეს იყო. რა თქმა უნდა, მოსაგებად შემოვდივარ, მაგრამ რაღაცა ადრე ვიღაცა მომიგო, მერე მე მოუგე, მერე მათზე იმან მომიგო, ეს არ მაინტერესებს. მე გამოვდივარ და ვაკეთებ ჩემს საქმეს. მადლობა. მადლობა შენ ნიკა. გავაცილოთ აპლოდისმენტებით, ნიკა მიულოცოთ გამარჯვება. ძალიან მაგარი ბრძოლა მოიგო ნიკა ბერუაშვილმა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ის არის ძალიან მაღალი დონის გრეპლერი და რაც თავარია აქვს საბრძოლო სული ამ კაცს. მეგობრებო, როგორც თავიდან მოგახსენეთ, ჩვენ დღეს უმასპინძლებთ გუნდს დაღესტნიდან და შემდეგი შერკინებები იქნება მათ წარმომადგენლებსა და ქართველი გრეპლერების შორის. და პირველი ქართველი გრეპლერი, რომელიც მე მინდა ვიხმო, ჩვენს Fight Pit-ზე, გიორგი გამყრელიძე. გიორგი გამყრელიძე, ამ კაცის დებიუტი ის Black Eagles წარმოადგენს ამიკოს სვიმონიშვილის რუსთავის გუნდს, უკვე ლეგენდად ქცეულ რუსთავის გუნდს და ამ კაცის დებიუტი იყო როგორი უნდა იყოს დებიუტი. ნიკა ვეკუას წინააღმდეგ. სადაც ძალიან გაგვაკვირვა მან თავის პერფორმანსით. ძალიან შემტევი ბიჭი. გიორგისთან ჩვენს Fight Pit-ს იზიარებს რამაზანოვ საბუჰი. რამაზანოვ საბუჰი მოემართება Team Strela-ს წარმომადგენელი. ის დღევანდელი main event-ის წარმომადგენლის იაროსლავ რიმაშევსკის იასამნისფერი თამარია. ძალიან მაგარი მებრძოლი, მაგრამ გიორგი გამყრელიძეს მამალი მთლის არეშინია. არა. ჩვენი სტუმრები ჩამოსული არიან ბიფით. კი. ბიფით. წავედ, დავხვდეთ. ძალიან შემტევი გარდია გამყრელიძეს. სტროგანოვით. ყველას ფეხის მტერი არის გამყრელი. კი, ლეგლოქერი ბიჭია. ზოგადად ამიკოს გუნდს უყვარს ლეგლოქები. და ვეკუასთანაც ის იყო ყველაზე შთამბეჭდავი, რომ მიხედავთ რომ ვეკუა მასე ტექნიკურად ძალიან შემტევა ბიჭი და ვა გამყრელიძე. გადავიდა ეხა ეძებს ილხუქს. მუხლი ძალიან ზევით აქვს ეხა რეალურად ატანილი საბოს და ვერ შეასრულებს კი ბატონო, ვერ გამოიღო ფეხი უკვე. ნადირობს ფეხებზე. ზოგჯერ მნიშვნელოვანია რომ ღირსეულად დახვდე აგრესიულად წამოსულ მეტოქეს რომ რაღაც კუთხით ემოციური ფონი მოიგო, ემოციური ბრძოლა მოიგო მასთან. ცოტა დამშვიდდება. პატივისცემას მოიპოვებ. კისერი ავიღე. კი ბატონო, ტანი არ აქვს, არც კისერი ქონია ბოლომდე. ძალიან დაძაბული შეხვედრა. დაჯდა რამაზანოვიც. შეიძლება რომ ფეხს გაცდეს. მეორე მხარეს გავიდა. ბატონო ფეხები შეუფრთხილო, კარგად ცდებოდა ეხლა ფეხებს, მაგრამ ბრავო გამყრელიძე კარგი დაცვა. მუხლების დროულად შეიტანა და არ მისცა საშუალება რომ გვერდიდან შემოევლო მეტოქეს. დაბლ ანდერფასი ძლიერ ბიჭებთან არჭის ზოგადად საკმაოდ ძალაზე მიდის და გამყრელიძე ფიზიკურად ძალიან ძლიერია.
თვითონაც დაждდა ეხა საბუხი, იმიტომ რომ მიხვდა რომ ლეგლოქერია ეს ბიჭი და სივრცე ფეხებს შორის აძლევს პირდაპირ შეშლის საშუალებას. დაგვიმუღამა. ვერად და გამყოლეძის ხოს და გამყოლეძის საკმაოდ კვირცხლი გრეპლერია. ის სწრაფე უპირატესობას ალსახად მის. და რო შეხედავ ვერ იტყვი რომ სწრაფია. ბიჭი სწრაფი იქნება ვერ იტყვი. საკმაოდ ეხლა შეგვიძლია ვთქვა რომ საბუხი არ უტევს. შეგვიძლია ეს ვთქვა. ანუ ვერ ხედავ გარდის გასტენის რაღაც ეს ცელობას რომელიც აი ეს მომენტად შეიძლება. აქაც ნახავთ დამატებით რაუნდებს დაუჯერო. საკმარისი იყო ის 25 წუთიანი ჯერა. ვიღადავერ გასთან მუხლის შეტანას ყოველთვის ახლა. აი გადავიდა ფეხზე, სადაც უნდა ეხლა იქ არის. შეიტანა ეხლა ის ფეხი ერთ შეიტანა. თუმცა ფუტლოკი შეიძლება მიუხედავად გამოდრა საბოლოოდ. ეს ძალიან ძლიერი ფეხები აქვს მის მეტოქის და ძალიან კარგად იცავს თავს ფეხის პირველად. ჰილ ჰუკისგან თავს იცავს. ეხლა რაღაც ცოტა კონტროლი პირველად გასგასდა. ცოტა მოადუნა ყველაფერს გამყრელიძემ და საით კონტროლშია მისი მეტოქი. ფეთქებადი ხუმბა power defense. გადმოხტა საით კონტროლი. ჰილ ჰუკისგან თავს კარგად იცავს, თუმცა იქ ფუტლოკი ანუ ინვეული კოჭი შეიძლება მაინც მუხლისგან გამოტანილი არის. და ეხლა ისევ გადავიდა ფეხზე და ამჯერად ახლოს არის, ისევ გამოდრა ყოჩოხს. ძალიან აგრესიულად იცავს საბუხი თავს, არ აძლევს საშუალებას გამყრელიძეს რომ მაინც იგრძნოს თავი თითქოს რაღაც კონტროლი აქვს რომელიმე კიდურზე. თავს პოზიციიდან გადავიდა საით კონტროლში მაუნცეას ის. რატომ ისაა ესე მარტივად გადასვლის საშუალება საინტერესო? შეიძლება ენერგია იმდენი აღარ ჭირდება ეხლა. მაგრამ ეს ძალიან ცუდი პოზიცია გასაჭედად. იმიტომ რომ ეხლა უყურეთ ფეხებით როგორ აქვს შემოხვეული მქონდა გამოტარებული ფეხზე. და მუშტის საბუხის დაიღალა ისე გადააგდო ეხლა გამყეზე ესე გამოდიან ხოლმე. ორივე ხელით სამი შეზე მიდიოდა. საკუთხედი შეიძლება შეტრიალებული, თუმცა მიხვდა საბუხი. არ არის ეს მეორე ფეხი იგლის ქვეშ არ აქვს ამოტარებული, სადაც ვერ შეასრულებს ვერაფერს. ისე მაუნს გვემუქრება. ამერიკანაზე მიდის. გადმოაგდო. ჯანი აქვს. უბრალოდ ისურის აქეთე, როცა რაღაცნაირად ენერგიას აღიდგეს და შეივსება ენერგია, გამწვანდება ეგრევე გადააჭირა. გაუცვალა და ძალიან არასწორად შემიძლია გაუცვალა ეხლა ლეგლოკი საბუხმა, სადაც უნდა ყოფნა გამყრელიძეს. აქ ნიბარიც შეიძლება, ჰილჰუკი შეიძლება, ეძებს ქუს სამჯერად. შეცდომას უშვებს საბუხი, ძალიან აძლევს საშუალებას. აქ ეხლა საფრთხეში არის ძალიან და უტევს ფუტლოგზე საბუხი და გამოდრა აბრუნდით მეტალ პოზიციაში. ორივემ გაუშვა ერთმანეთს. ამას ვაშო 30 წამი დარჩა ლუკა რაუნდის დასრულებამდე. კვიცად გავიდა. და დომუკლა კანბარის თელობა იქნება, თუმცა გადააგდო ისე გაყრელიძე. კუთხისგან მიიღო მითითება გამყრელიძე რომ დაისვენოს, დარჩენილია ხო 10 წამი და ენერგია შეინახოს ოვერტაიმისთვის. საბუხის დაიღალა. შეთანხმდნენ რომ ბიჭებმა რომ დაესვენათ ბოლო წამები, აღარ დახარჯულიყვნენ. ეგრევე დამატებით დროში გადაეტანათ ასპარეზობა. თუ საჯებს ანდეს წითელი კუთხე. საჯებმა გადაწყვიტეს რომ
ლურჯ კუთხეს მისცემ დომინანტური პოზიცია და საბუ წითელი გავინახე მე. ზურგის აღებით. მარტო და კი არ მეშლება შორტის ფერები, აგერ მაინც სასაერია. არა, აშკარად საბუჰი იწყებს ზურგიდან. აბა წითელი აწიას ხელი და როგორ. კი, ნახე ეგრე დავინახე. გავიარეთ. მოხშობას ლამობს საბუჰი. და განებდა გამყველიზე. გაიმარჯვა რამაზანოვ საბუჰზე. შეძლო. სახის მყინველი დაამართა. ხელი არ ქონდა ნიკაფში ტანი, მაგრამ საკმაოდ ჯანიანია ეს ბიჭი და მაშ ასე გამარჯვების მოპოვება. ამ შერკინებაში დამატებით დროში rare naked choke-ით გამარჯვებულია საბუ რამაზანო. საბუ რამაზანოვი ჩვენი გამარჯვებული პირველი დაპირისპირების. გიორგი გავაცილოთ აპლოდისმენტები შორის. საბუ Добро пожаловать в Грузию. Как тебе гамма-грэпплинг боролся ли ты в файт-пите и какие ощущения в общем от соперника и от своей победы? Всех приветствую. მოგესალმებით ყველას. Боролся первый раз с ями. პირველად ვიბრძოლე. Соперник камень. ძალიან Устал очень сильно. რთული მეტოქე იყო Всем спасибо за поддержку, кто ყველას смотрит. მადლობა ხარდაჭერისთვის. Спасибо. Спасибо тебе и поздравляем с победой. მართლაც მადლობა საბუს გამოსვლისთვის. გავაცილოთ აპლოდისმენტები საბუ მეგობრებო. რთული ბრძოლა იყო, გადავიდეთ რაც ვნახეთ. მეორე შეხვედრაზე. გადავდივართ შემდეგ. ასევე საერთაშორისო შეიძლება დავარქვათ, თუმცა ძალიან ახალგაზრდა მეტოქეები შეხვდებიან ერთმანეთს და პირველი მათგანი მე მინდა ვიხმო დათა კანდელაკი. დათა კანდელაკი მომემართება პიჩი 14 წლის გიმნაზიის წარმომადგენელი ძალიან ნიჭიერი ლეგლოქერი მე ესე ვიტყოდი პირდაპირ. ახეთ როგორ განწყობაზეა. ჩემი ფეხი მოუტეხია ამ ბიჭს შემიძლია თქვა. და დათას მეტოქეა დღეს 14 წლის გრეპლერი დაღესტანიდან ხაიბულა ალიევ. ხაიბულა ალიევი მომემართება უკვე და ძალიან საინტერესო და ძალიან კარგია რომ ესეთ ასაკში ვნახავთ, მაგრამ რასაც ლუკა მეუბნება სერიოზული დონის გრეპლერია როგორც ერთი ისე მეორე და 14 წლის ასაკში ამ დონეზე ყოფნა კარგია ნამდვილად სპორტის მომავლისთვის პირველ რიგში. ხაიბულა ალიევს შეგახსენებთ რომ ADCC-ის ევროპის ტრაიალში აქვს მოგებული, რაც ნიშნავს რომ თავის ხელებში 2000 ბიჭს მოვიგო დაახლოებით. ნახოთ და ერთად არა მაგდენი ადამიანი იღებს მონაწილეობას დათა ეძებს უკვე კოჭებს, მუხლებს. სახეში მოხდა ფაქშემთხვევით. ეგ არაფერი. თვითონ დაუპირა, მაგრამ ამოდია ფეხზე. ძალიან აგრესიული სტილი აქვს დათა კანდელაკს. ალიევსაც ხათაშოვა. ალიევსაც კი. ჯოქებს აღებული. ეგ არის დათლა. დაიწირა გილოტინაზე. ბრავო. 2001. ბრავო. მაშასე ამ ორ ბრძოლაში გამარჯვებულია ხაიბულა ალიევ. ძალიან რთული რაღაც გააკეთა თუ გეჩვენებათ მარტივად ამ მის აკეთება ზემოდან ხალგერჩი დაიწყო გილიოტინის აკეთება Хайбула, поздравляю с победой. Это гильотина была, я так нормально и не смогу видеть. ვერ დავინახე ნორმალურად. მოგესალმებით Что-то ყველას. похоже на гильотину. გავს გილიოტინას. Сам не понял. Ладно, поздравляем с победой. Хайбула Алиев, мегабребо. დათას კი ვეთყვით რომ გული არ გაიტეხო. გადავიდეთ შემდეგ წყვილზე. გაქვს ნამდვილად და დიდი სეონებით გიყურებთ და და წავიდეთ მე მინდა ვიხმო გრეპლერის საქართველოდან გაბრიელ ბარამია. დაგეძლავები გაფრინდება ეხა გაბრიელ ბარამია. დაგეძლავები ახტება კიბეს გადაახტება. ოპა! გაბრიელ გორილა ბარამია ბიჭო. ა გორილა ჯორდანი. ერ ბარამია, გაბრიელ ერ ბარამია. ერ ბარამია. ბრატ ერთი ერი უკვე აქვს სახელში. თავის პალესტინის მოჭიდავე
14 წლიანი გამოცდილებით გაბრიელის მეტოქე რასო მაგომედოვ ძალიან მაღალი დონის მოწინააღმდეგე ყავს გაბრიელს ამჯერად მაგომედოვ თიმის წარმომადგენელი შავი თამარი ევროპის ADCC ტრაილსის გამარჯვებული ასევე და კიდევ ძალიან ბევრი თეჯიბრის ვაგაბრაზებული სახით გამოვიდა ჩვენი მეტოქი ჩვენი რა გაბრიელის მეტოქი ბიჭები ერთმანეთს გუშინ რესტორნაში შეხვდნენ და ერთად იქეიფეს თუმცა არაფერს არ დაუთმობდო აქო ერთმანეთს რა ნახოთ ფეხზე დაგვიდგა მაგომედოვი და გაბრიელს უყარს მათყოფნა შეჭამა საინტერესოა შედის ტეკდაუნზე დიდი ალბათ აბა მეორე თქეს მოახსენეთ პიტი და გადავარდა შეიძლება მეორე გვენახა ეს სიგიჟე მატჩი იქნება სინგლეცი არის შესული ერთი ფეხი აიღო მაგომედოვმა ნახოთ გაბრიელის ბალანსი აპირებდა კანიბასამისაც ის მოიგო კუბატაძემ პირველი შეხვედრა თუმცა არ გამოვიდა over under pass უყურებთ ახლა მეგობრებო თქვენ საით კონტროლში გადადის მაინც მაგომედოვი იქ მუხლი აქვს შეტანილი ბარამიას თუმცა მაგასაც გაცდება დიდი ალბათობით ჩაეხუტა აბა ნახოთ ახლა აქ როგორია მაგომედოვის ზემოდან შეძლებს თუ არა პოზიციის გამოჯობესებას ცდილობს მაუნტზე გადააბიჯოს მაგრამ მუხლით იცავს თავს ბარამია ბაგიჩოვკი შეიძლება ბაგიჩოვკზე ხო არ მიიპარება არა უფრო მაუნტში არ უშვებს შეგვიძლია ესე ვთქვათ უბრალოდ თავს იცავს მაუნტში არ უშვებს კი თორე ბაგიჩოვკი თუ უნდა მარცხენა ხელით უფრო გამოვიდოდა კისერი ტანს აქეთ არ უნდა ქონდეს იგლის ქვეშ არ უნდა ქონდეს მაგ შემთხვევაში თავისი თავი უბრალოდ ეს გაბრიელის მარჯვენა ხელით ვერ გააკეთებს იმიტომ რომ ის ხელი შეუშლის მიწვდენაში მარცხენა ხელით შეიძლება გაკეთება ორივეგან შეიძლება ეთება მაგრამ გაბრიელს არ აქვს ეს იარაღი ჯერჯერობით ჯიბეში ამ ხელახლა კი არ აკეთებს ხოლმე ბაგიჩოვკებს თუ კრეიგ ჯონსი არ ხარ ის არ ითვლება უბრალოდ კრეიგ ჯონს კოლუმბიური ტრენინგები ეხმარება ამ ყველაფერს საკმაოდ ისეთი კონტროლია ჯერჯერობით არ ეჩქარება არსად მაგომედოვს საით კონტროლი აიღო მძიმე კროსფეისი და ზის ძიმე სწორი სიტყვაა ზუსტად ჩარჩო ჭირდება ეხლა ბარამეს რამენერად ცდილობს ის ხელი შეიტანოს ეხლა მარცხენა ხელი შეიტანოს სახეზე გადაატაროს მეტოქეს მაგრამ არ გამოდის აი მარჯვენა მუხლი შეტანა უფრო ჭირდება ალბათ თუმცა ეს მაგას აკეთებს იმიტომ რომ აი ეს კროსფეისი უშლის ხელს თავს ვერ ატყალებს მარჯვენა მხარეს ბატონო გაწითლდა ბარამიას შეხელი ეხლა თითქოს არაფერი მაგრამ აი სულ ერთ წერტილში აწვება მაგომედოვი და ეს წერტილი დიდი ალბათობით ნიკაპი და სახის მარჯვენა მხარეა ბარამიას აი ეს მარცხენა მხარი უშლის ხელს რომ შებრუნდეს მარჯვნივ გაბრიელი და მაგიტოვერში აქვს ხელი და ეხლა აქ დარსი არა პოტკი ისე შეუტია და მოიშორა უბრალოდ ის აი ისევ დაიბრუნა ის უბრალოდ მეორე მხარეს საერთოდ შეამოწ შეტრიალება მისკენ ალბათ არ გამოვა ჯობია ალბათ მარჯვენა მხარეს გადატრიალება არა შეტრიალება მარჯვენა მხარეს უბრალოდ შეუძლია თართლში კუში გადავიდეს და იქიდან ფერი წამოდგეს შეხედე სახეზე როგორ აფარებს ხელს მარჯვენა ძალიან აგრესიული მაუნტი და აღიდგინა გარდი გავრიელმა მოცელა ცდილობდა არ გამოუვიდა ეხა გაბრიელს ეს ყველაფერი და კარგად ზის კონტროლში მაგომედოვი თუმცა ნახოთ ფეხი არა ვერც ფეხი აიღო კონტროლი ძალიან კარგი კონტროლი აქვს მაგომედოვს ბრავო ეს ვის ხმა იყო არ ვიცი მუხლი დაადო ძალიან აწუხებს სავარაუდოდ შეიძლება მუხლი რომ დაადო მაგ დროს მე გამომიცია დაახლოებით ეგეთი ჰალფგარდი გვაქამჯერად თუმცა ანდერჰუკი აქვს მაგომედოვს და ეს ძალიან პრესობა არის ეცე რა ეხლა ცოტა ბალანს დარღვეული უნდა ქონდეს ეს მაგრამ არა ის ძალიან მაგარი ბალანსი უჭირავს მაგომედოვს და გადადის მაუნტზე სერიოზული მეტოქეები შეურჩია ბატონმა გიორგი ჭავჭავაძის ბრალია მინდა სახელი გვარით და მისამართაც ცოტა ხანს დავდროფოთ ანდერჰუკი დაკარგა მაგომედოვმაც გაბრიელთვის ძალიან კარგია ეხლა ეძებს მაგომედოვის მარჯვენა კოუჩს რომ ჰალფგარდი დაიბრუნოს ჯერჯერობით თითქოს ვერ მიჭდა მაგრამ თითქოს იქვეა ამასობაში 4 წუთი გავიდა და ოჩო გაბრიელს თვითონ აღმოჩნდა ზემოდან ბუხასავით მიაწვა
აქ ეხა ვის უფრო მეტი ენერგია აქვს შერჩენილი ბევრ რამის გადაწყვეტს ეგ იცი დაღლილს არც ერთი გავს, იმიტომ რომ დიდი არაფერი აქტივობა არ ყოფილა, უბრალოდ კონტროლი პოზიციაში გაჭედილები იყვნენ, ხო და იქ საკმაოდ კარგად ქონდა ტექნიკურად ჩაკეტილი კონტროლი მაგომედოს და არ დაჭირდა რაღაც დიდად ძალის და მის გამოყენება და დიდად აფეთქებების არ ქონია ეხა ბარამიას. თვითონაც შეინახა საბმიშენის წელობას არ ქონია მაგომედოს გაბრიელს რო კარდიოს პრობლემები არ აქვს, წინა უნდა გახსოვდეს წესიც. თელი დღე შეუულია ჭიდაო. ძალიან კარგად აწუხებს თავით საფრთხელებს ბარამია. უფრო ალბათ ბარამიას კარდიო დაიტვირთა ეხა ეგ მუცელზე მუხლით ნიუმბელით, ეგ თავზე კროსფეისით, მაგ დროს სუნთქვაში გეშლება ხელი და დატვირთვას მოდის. ეხლა თითქოს ნეტორი პოზიცია არის, მაგრამ წონის ტარება უწევდა მაგომედოს გაბრიელის და ძალიან დაღლიდა. ისერს უტევს ბარამია. აქ დარჩოუკის საშუალება არის თუ გამოვა და ფერუიან ნექტაიზე გადის ბარამია. უცავს თავს. ძალიან ლამაზი სტელობა იყო ეხა პერული ჰალსტუხის. მაგრამ ნორთფეისში პოზიციაში გაჭედა საფულო. ნაიკის პოზიცია ადიდასებით. დასრულდა საკმაოდ საინტერესო ბოლო ორი წუთი ნახეთ გაბრიელ ბარამიას მხრიდან. ნახოთ ის უფრო მეტი ენერგია შეერჩა და როგორ გამოიყენებენ უპირატესობას. გავარკვიოთ ვის მიცემენ უპირატესობას. უპირატესობა მაგომედოვს საჯერმა მიანიწეს რასულ მაგომედოვს. ლოგიკური. უფრო მეტ ხანს ქონდა კონტროლი. ეს ნიშნავს რომ რასული იწყებს კონტროლი ქონდა და სამშელის სტელობა კი ქონდა ერთი მაგალითად ბარამიას, მაგრამ კონტროლზე შეფასება. პოზიციურად 4 წუთი გობა დავიწყეთ ზურგი. ებძვის თითქმის გამოძრა ეხლა ბარამია თითქმის გამოძრა მე ერთი ფეხი ამოღებული აქვს არ შეიძლება აქ ბანანას პლიტი შეიძლება არა გამოძრა ოჩა გაბრიელს ოსეს თუ დაკარგავ რესეტი ხდება და მეტოქე იგებს იგივე შანსს ეს ბიჭები ხა რაღაც ეჭვმახსო დიდხანს ჭიდავენ ახლა შეუტევს გაბრიელი ავედით. ეხა მაგომედოვის გამოძრომის დროა ფეხის გახსნას მიზემუშაობს, უკვე ამოიღო. გამოძრა. ეხლა დავიწყებთ სპაიდერვებს. ბრავო ბარამიას, ძალიან რთულ მეტოქეს ეჭიდაობა სხვათა შორის და გაბრიელს რეალურად ჯიუ-ჯისუს გამოცდილება მხოლოდ 2 წლის აქვს. ლურჯი კამარია შეგვიძლია ისე ვთქვა, თუმცა 14 წლიანი თავისუფალი სტილის ჭიდაობის გამოცდილება ეგრევე სახეზე ფეხი მაინც თავისი ამოხსა გაბრიელი ნახოთ ამოგლეჯვა უნდა და ყოჩაღ ბარამია ბრავო ბარამი 6 წამში გამოვიდა სპაიდეროვიდან ძალიან რთული პოზიციიდან დავიწყეთ ამჯერად გაბრიელი შეუტევს სპაიდეროებს და როგორ ურტყავს იქ ბახს ესე გააშლევინა ო არავე მის დაანები და ვფიქრობდი და ზუსტად იგივე რაღაც მომენტში დაკარგა კონტროლი ისკუდიანს გააშვებინა ხელი თუმცა ვერ დაამთავრა ძალიან საინტერესო დაძაბულ შეხვედრას უყურებთ ახლა მეგობრებო მუსკუდიანს ხესავით ბიცეპსი აქვს ზოგადად ზურგი ისევ გამოიტანა თავი ეს ნახავთ გამოსულია და გამოძრა ძალიან მარტივად ისევ ძალიან მარტივად ორივე ძალიან მაგრად გამოდის პოზიციიდან არ ვიცი ამდენად შეგვიძლია ამის თქმა მაგრამ თითქოს მეტი ენერგია შეჩენილი აქვს ბარამიას თითქოს
ენერგომზომი უნდა გქონდეს ახლა ჩვენ, მაგრამ ერთი შეხედვით ხო? ასე ჩანს. ნახოთ. შეიძლება უფრო მეტად უნდა. ამბარეზე გადადის. შეიძლება გადასვლა ამბარზე და აპირებს და აშლები ის ხო? არა ვერა. უბრალოდ წამოდგა ფეხზე მაგომედო. ფეხზე რა? მუხლებს. დააღწია თავი პოზიციას. ბატონო. ითვლი რამდენია ეს? მეოთხეა ეს, მეოთხე დამატებითი რაუნდია ეს. არა, ეხა არის მეოთხე დამატებითი რაუნდი, იმიტომ რომ იყო ზურგი, სპაიდერვები და ეხა არის მეოთხე დამატებითი რაუნდი. მაესტრო კითხავს ბოლოს და მზად რო ვიყოთ. დავიწყეთ. ისევ ადგომით ცდილობს გაბრიელი გამოსვლას და ამჯერადაც 6 წამში. ისევ 6 წამში გამოსვლა გაბრიელ ბარამი. გაბრიელი შეუტევს თავის საყვარელ სპაიდეროებს. ნახოთ. ძალიან დაძაბული ბანჩები გვაქვს დღეს. პირველ ორს თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა. ხელის გახსნას ცდილობს. კინურა პრეშერის ცდილობს. ეხლა ხელის გაშლას ამდენად გამოუვა. ამოგლეჯვას ცდილობს მაგომედოვ. და რაღაც მომენტში შეიძლება რისკი არის იმის რომ როცა გაუშვებს ხელს ამოსაგლეჯად მაგ მომენტში გაუჭიროს ხელი ზუსტად. ეხლა მშვიდაძის ყველა პოზიციაში და ამოიღო მაგომედოვმა ხელი. გადავდივართ მეხუთე დამატებით რაუნდში. შენი წინასწარმეტყველება რომ შეიძლება დიდხანს გაგრძელოს ეს ბრძოლაო, ახდა. მეტა ყველაფერს ესე ვსვავდე ჩემო. დავიწყეთ მეხუთე რაუნდში. გადაბიჯა მაუნტიდან უკვე შეიძლება თქვას რომ გამოდრა და ეგ არის. კი მაუნტი გამოვიდა ვარამი. ეხა მართლა ვისაც უფრო უნდა აქისკენ მიდის ეს ბრძოლა. წერა ორივე ცოტა დრო ეხარჯება გამოძრომაში და შესაბამისად ძალიან არიღლებიან ერთი აფეთქება. არ გრძელდება წუთნახევარ როგორც ბერუაშვილის. აი შეიძლება იმიტომ ეხარჯება რომ ძალიან დაღილებია. შეიძლება ან ის რომ ორივე ფეთქებადია და დიდია. რაღაც ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს. მარცხენა ხუქი ჩადებული აქვს ახლა ბარამიას, მაგრამ გამოძრება დიდი ალბათობით მაგომედოვ. ამბარზე მიიპარება ბარამია. თუმცა არც ერთი ფეხით. არა. გადავდივართ სპაიდეროებში. როგორ ამოიხმის. რა აშკარად გულშემატკივრო ქართველებს ნუ. არა. შენ ჯიცერ ლუკა ხარ თუ ჯიცერ ლუკა? ამოგლეჯვას ისე აქ რისკი არის. დაასაბმით. მაინც შეძლო დაასაბმით. მაგომედოვმა მე-6 დამატებით რაუნდში. ანუ მესამე სპაიდეროების რაუნდში ვეღარ შეძლია ხელის ამოგლეჯვა ბარამია. იყო ბიჭებს აპლოდისმენტები. მატივიცემა ორივე. იომა ბარამია ხა იომა. ნახოთ ისე გამეორებაზე მეორე რაკოს უფრო კარგად გამოჩნდება ამ მომენტში ამოგლეჯვას ვოცდილობდა. ამ ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში შეძლო არბარი გამარჯვება მოიპოვა რასულ მაგომედოვ. გამარჯვება. გაბრიელ ბარამიას აპლოდისმენტებით გქონთ რომ გავაცილოთ. Расул, поздравляю тебя с победой. Ილოცავთ გამარჯვებას. Часто ли ты борешься по правилам submission only? И если нет, то как тебе эти правила? იბრძვი თუ არა ამ წესებით და როგორ Გამარჯობა თბილისი. Честно, первый раз борюсь. პირველად По этим правилам. ამ წესების Немного непонятно, და но очень интересно. გაუგებარი იყო ჩემთვის, მაგრამ ძალიან საინტერესო. Думаю, мы еще приедем, покажем следующий. следующий. Иншаллах. საჭიდაოთ Расул Магомедов, მეგობრებო, აპლოდისმენტები გთხოვთ.
შესანიშნავი მატჩი გვაჩუქეს ბიჭებმა. ომი ვნახეთ 6 რაუნდიანი. შემდეგი ნამდვილი სპაიდერი გამოდის. ერატე. ვიც გაიზიარებს გამას რინგს. და მე მინდა ვიხმო კრეპლერი საქართველოდან ბეკა ერაძე. ბეკა ერაძე იგივე სპაიდერი, MMA-ის მებრძოლი, ლეგიონს წარმოადგენს ეს ადამიანი. ის დაფრინავს სპაიდერი. შავი კამარი, უკვე შავი კამარი, ბატონო, უკვე შავი კამარი. ძალიან ფიზიკურია და წინა გამოსვლაზე მან ლეგიონისა და ლეგიონის მოწინააღმდეგე გუნდის შემთხვევაში ალოკეჩოუკის დაპირისპირებაში 2 მეტოქის, ანუ ერთი დაასაბმითა და ბეკას მეტოქე. კაპიტანი დაასაბმითა. კრეპლერი დაღესტანიდან. ჰამზა რამაზანოვ. ბეკას მეტოქე იქნება ჰამზა რამაზანოვი, ძალიან პოპულარული ჯიცერი, და ძალიან ბევრი რამის გამარჯვებული. დავიწყოთ ახლა ამ კაცს რამდენი რამე აქვს. მაყურებლის ყურადღებას მივუყურებთ ორივე კრეპლერი არის შავი კამარი ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში. AGP, ACB, ყველაფერი მოგებული აქვს თითქმის. CJ არ აქვს მოგებული. მილიონით არის თუ არა ჩამოსული. არა. და დამსიმაღლე ხარ. ძალიან დამახასიათებელი სტილი აქვს ედი ბრაოს, აი რაბერგარდი. ამ სიგრძე წვდომი აქვს ამ კაცს. შეახტა ეგრევე ერაძეს. ეს გადადის. ეს ადამიანი ძალიან მაღალი დონის კრეპლერია. ფეხი შეუწია თეორიაში. იცი სადამ ხედავ ხშირად ბეკა ერაძეს ზურგზე. თავის ზურგზე, ხო? ხო. საკუთარ ბეჭებზე კი ბატონო. სწორი დაზუსტება იყოს ხათაშორის. კრეპლექსი რელევანტურია. ორივე ფეხი შიგნით აქ ეხა ერაძეს და შეეძლო საფრთხე ჯერჯერობით არ უკრავ სანამ არ გამოიტანს. აი ეხლა პრეშერ ფასით. უკვე არც ერთ ფეხი აღარ აქვს შიგნით. აგით გინაგარდი, ჰავგარდია. გამოიტანა ფეხიც. აქ ჩოი ბარი შეიძლება თუ გადააბიჯა ეხა მარჯვენა ფეხი, კი ბატონო, მაგის თელობა. საკმაოდ რთულ პოზიციაშია ეხა ბექაერაზე. აქ გადახტომა შეიძლება, კი გადახტა და ანბარი, მაგრამ საოსტაოს მდგომარეობაში ბექა და ბრავო, ბექა საკუთხედი სამკუთხედი ისევ ანბარი და დაერდა ყოჩაღ რამაზანოვს ძალიან მაღალი დონის კრეპლინგი ვნახეთ ეხა ჩვენ. გასამით ვერაძე არ არის მარტივი საქმე. უდაწყვეტილია ბექა პირველ ანბარს გადაურჩა, მე სამკუთხედზე გადაიტანა ყურადღება და იქ სამკუთხედიდან ანბარზე ესე გადავიდა. ეს არის კარგი გრეპლინგი, ამორფელ ბრძოლაშია გამარჯვება მოიპოვა ჰამზა რამაზანოვ. ბრავო. Хамза, поздравляю с победой. Первый раз ли ты в Грузии борешься? И каковы вообще ощущения своего выступления? Спасибо огромное за приглашение. В Грузии борюсь первый раз. Красиво, мне понравилось. Очень хороший уровень организации. Турнир хорошо сделан. Можно начать с благодарности. Хотел бы поблагодарить своих тренеров. Али Багаман, Курбанов, Мухаммад. Два мастера своего дела. Если меня бы тут не было, если хотите стать чемпионом, обращайтесь к ним. Еще хочу поблагодарить своих спонсоров. Это лучшая строительная компания «Ваш дом» ЖК «Уинхед», а также это лучший производитель Cold Brew, Кофеин Pro. Спасибо огромное за приглашение. Еще встретимся. Спонсоров გადაუხადა, მადლობა. პოპულარული ბიჭია, როგორც ვახსენეთ. ყავს სპონსორები ამ ბიჭს. მომწერები Instagram-ზე. Спасибо огромное сопернику. Очень крепкий и удобный соперник. Ты лучший, Бека, спасибо тебе.
არა, ზოგადად ცხოვრობ რა თქმა უნდა. მეგობრებო, შემდეგი ორთავბრძოლა მაგდენი იყოს კარლოს ულბერს და ჩაშლის პირას იყო. კაციოსის ჩემპიონია. თუმცა სულ ერთი დღის ნოუთისით ამ მებრძოლმა ვაჟკაცმა გადაარჩინა ის. მერაბ მამფორია მეგობრებო. მერაბ მამფორია ჩაანაცვლებს ჯიმი რაზმაძეს. წარმოადგენს არც მეტი არც ნაკლები ჯიმი რაზმაძეს. პროფესიონალი მებრძოლი MMA-ის ვარჯიშობს მამუკაშონიას დარბაზში 7-2-ზე მისი პროფესიონალი MMA-ის რეკორდი ერთი დღით ადრე აიღო ეს ბრძოლა. ძალიან გამოფრთხილი მებრძოლის წინააღმდეგ. მერაბის მეტოქე გრეპლერი დაღესტანიდან აბდულკერიმ კურბანოვ. მერაბს დაუპირისპირდება აბდულკერიმ კურბანოვის შავი ქამარი მაგომედოვ თიმის წარმომადგენელი. ისიც არის ძალიან ბევრი შეჯიბრის გამარჯვებული. ADCC ტრაიალსი აქვს მოგებული თან არც ისე დიდი ხნის წინ. ყველა წავაგით, ხო? ჯერჯერობით. მამფორია. Let's fucking go. წავედით. კურბანოვი მამფორიას წინააღმდეგ. ყველაფრიდან უტევს კურბანოვი, აი პოზიცია არ არსებობს, აიდანაც შეტევა არ შეუძლია. და უტევს რავალფეროვი. ეს რაღაც სარუკიანი ჯორჯოპულოსის ისმახსენდება და შეიძლება რაღაც მოხდეს. რა პატარა ელ ინციდენტი არ მოხდეს აქ თავარი ეგ არის. კრიპლინგში. შედეხა მუშტიკრივიც მიყავს ლუკა და შედის უფრო ახლო არის. ჯგუფები და გაწევ გამოწევა და ჩვენ კრიპლინგში. წყნარი ხალხი ვარ. ხალხი ძალიან. კი იცი აგერ ჯიცერი ქვია. შეწყვიტა ეს რაღაც უცნაური შეტევის სტილი ურბანოვმა. ხო, იდეაში საკმაოდ აგრესიულად უკეთებდა სნეპდაუნს, კი სნეპდაუნს, მაგრამ მამფორიასთან შედეგი არ გამოიღო ამ ყველაფერმა. ნუ ნახოთ ისევ გააგრძელებს თუ არა. შეახტა ეგრევე. უყურს ეს პრინავის ამიშენები ძალიან უყურს ურბანოვს. თუმცა მოდი ვთქვათ, ცუდი პოზიცია ჰქონდა ურბანოვს, ამდენ უკი ჰქონდა აღებული ღრმად უკვე მამფორიას და შეიძლება უბრალოდ დაცვაც იყო, ოღონ შეტევითი დაცვა. და დაჯდა ეხა ურბანოვი. ეს გაკურებული რო უყურებს, ეგ რა სტრატეგიის ნაწილია თუ რა ხდება, თუ თავზე რომ აწევა მამფორია, მას შემდეგ რაც კისერი დაუტვირთა კისერი დაუტვირთა ურბანოვმა. არალეგალურ შეჯიბრებთ არ აკეთებს მამფორია რო ეს ლექცია. რა თქმა უნდა და აქ უბრალოდ აქ სამკუთხედშია ეხლა მამფორია ძალიან სწრაფად აიღო. თუმცა რაღაც პირიქით აქვს შეკრული. ანბარის არა, სწორად. ანბარის საფრთხეც იყო იქ რაღაც მომენტში და ხა კუთხეს ეძებს რომ დაასრულოს ეს საბმიშენი გაწითლდა მამფორია. ან ერთი ხელმა შეიტანა სამდა და ამთავრა ურბანოვმა ძალიან სწრაფად აიღო ეს და შუბლიდან სისხლი მოსდეს აგერ მამფორიას პატარა ტრავმა მიიღო, პატარა ჭრილობა აიღო. ესეც წავა ნიკავე სადარ ნიკავე ყואה გაანათეთ. მოდის ნიკავე ყואה. ბეტმენის მიანათეთ რა, დიდი ვი მიანათეთ სადმე. მეგობრებო, ამ ორთაბრძოლაში სამკუთხედი მახრჩობელაილეთით გამარჯვებულია აბდულკერიმ კურბანოვ. Поздравляю Абдулкерим с победой. მიწევს თარგმანი გილოცავთ გამარჯვებას. Треугольник, как я понял. სამკუთხედი როგორც Ты знал, что так закончится этот матчап? То есть готовил ли ты этот треугольник или был готов к другому исходу? სადიყავი სხვა მეთოდითაც მოგიწევს. გამარჯობა გრუზია. В первую очередь хочу сказать, პირველ რიგში მინდა это ვთქვა, не сборная Дагестана. ეს არ არის Это наша დაღესტანის команда. Мы приехали из ეს არის Буйнакск. ჩვენი Поэтому это не сборная Дагестана. Наш тренер Курбанов Мухаммад и Алиев Азамат. И тренер Магомед Расул. და ჩამოთვალა Так ეს что- გუნდის წევრები. Хочу сказать сопернику,
მინდა Я უფრო не работал შემოტკეს. как-то грязно, он просто меня сам მე უბრალოდ первый, ბიძურად არ მუშაობდი, поэтому უბრალოდ пришлось погадать то, что я тоже умею. Поэтому насчет треугольника, да, это мой შეხო коронный прием. საკუთხედს. Я хотел, честно говоря, сделать именно со стойки, но он убегал, поэтому... დგომიდან მინდა Делаем ამის следующий შესრულება, раз. მაგრამ გამექცა До ასე რომ встречи. შეხვედრამდე. აბდულკერიმ კურბანოვ იმი რაზმაძე იქნება იმედია ის შეხვედრამდე, ვინც დაელოდება კურბანოვს. ძალიან ამესაბუთი მოაზა უნდა ვთქვათ. და ველოდებით ნიკა ვეკუას. ნელ-ნელა მივედით მთავარ ძალიან მაგარი ტონი აქვს. დაპირისპირებამდე. უკავინ დაგითხრა. ჩვენი სიამონება ქარდის ამათი ყურება. კი არა, სიამონებს ეხარო ჩვენებს მოუგეს, მაგრამ და მე მინდა ვიხმობ რომ არ ამოიღო ეხა ჩვენ თქვენთვის უკვე ქართველობა ამ სიტუაციიდან ცნობილი პიროვნება. როგორ უნდა გაკეთო ეგ არ ვიცი მაგრამ ნიკა ვეკუა მეგობრებო ნიკა ვეკუა ფიცე მოვიდეს შემოვიდეს უყარს ვეკუა ამ ფიცე. ალბათ ყველაზე აქტიური მონაწილე ვინც არის ქართველი. ნიქსონი მეგობრებო, ყავისფერი კამარი 10 წლიანი გამოცდილებით დაიწყო ვარჯიში უკრაინაში ნიკასთან დღეს გრეპლინგი და ეხლა უკვე ყავისფერი კამარი გამას ჩვენს fight pits გაიზრიალებს იაროსლავ რამაშევსკი ახალგაზრდული დაპირისპირება 22 წლის რიმაშევსკი დაუპირისპირდება ვეკუას შავი კამარი ეიჯიპის სოფლიო ტურის გამარჯვებული წარმოადგენს თიმის ყველას დრაგო ვოლკოვის გუნდის წევრია ეს ბიჭი. პირველი რუსი რომელმაც მაგის გაკეთება შეძლო ყავისფერ კამერებში სოფლიოს პროს მოგება ურთულესედი ბრიარი მოსაგებად მანდაც 2000 კაცი უნდა დამაცხო მეტყავ. ალბათ მეტ. ვეკუა რიმაშევსკი დღევანდელი საღამოს მთავარი ბრძოლა და მთავარი დაპირისპირება და ნიკა ვეკუას იმედად ვართ საქართველოს დათმო ყველა შეხვედრა თავის ჩრდილო მეზობლებთან დღეს სამწუხაროდ თვითონ დაჯდა რიმაშევსკი ძალიან უყვარს ამის ბერინბოლოები და რაღაც მფრინავი ტრიალა შეტევები რაც უყვარს ვეკუასაც ეხა აპირებს ზუსტად ბერინბოლოს და ზურგზე უნდა აღმოჩენა რაც იცის ნიკა ვეკუამ შეიძლება ძალიან მოხნილია ვეკუა და რთული ამისი დაჭერა სამიშენებზე ერთადერთ ხელ მინახავს ის დასაბუთებული ისიც სასწაული ომის შემდეგ მეშველიანთან ტაისონ რიდმა შეძლო მისი დასაბუთება მაგრამ დანარჩენი ამ კაცს დამარცხებული ყავს მასზე დიდები მასზე მსხვილები მასზე მძიმეები რა ლამაზ გრეპლინგს უყურებს უშო ძალიან ლამაზ გრეპლინგს უყურებს ძალიან გიგონება ხალხი ჭადრაკს უყურებს რა ისე უკრავს მას ჩანაფიქსივე კვარტერი ჯერჯერობით უტევს რიმაშევსკი უკვე დაცვით რეჟიმშია აბა ვნახოთ ახლა თავისივე ფეხის ამოღება სტილობს თავის მარცხენა ფეხს ემუქრებოდა რიმაშევსკი რა 7-ია ერთის და მეორეს უფრო აი ვეკუა შეხედე არაფერზე არ ნერვიულობს აქ ნაყოფია 1000-ჯერ და ხვდება ზოგადად რამეზე ნერვიულობს ხოლმე ლუკაშენ კარგად იცნობს ანერვიულებული არ მინახავს სადმე რომ აგვიანდება რა არ აგვიანებს ორი კაცი და AI-ზე რას ფიქრობს? AI-ის თემაზე ნერვიულობს? თაგონაცვლებს თუ არა? ნერვიულობს. ესე თუ იჭიდავებს ოდესღაც რობოტი არ ვიცი არა? $1 billion idea. შემოუვარდებია ქართველი უაშა რობოტით ვერ ნახე შენ. ჩოხით რო შემოვა ეს რობოტი. ფეხზე გათავოთ არა. საკუთარი მარჯვენა ვეკუას რა სიმშვიდე არის თითქოს რაღაც კი ეხლა თვითონ აიღო მეტოქის ფეხი და ვნახოთ აბა რა სიზავს ამ ფეხით ამ ლიგლოკი ზოგადად ყველა უნდა იცოდეს თუმცა პრობლემა ერთი ამ ილეთის სააკროვა როგორც იწყებს შესვლას ეგრევე თავის დაცვას გიწევს იმიტომ რომ ძალიან ახლო არის კონჩეტევა ყოველთვის კი ბატონო ძალიან ხომ არ დაუტოვა ეხლა მარჯვენა ფეხი ვეკუა ორივე შეუძლებს რეალურად და ორივე უტევს რეალურად ხა დროს ახედა ვეკუა უფრო ხალხს ახედა რომ აში დაეკრათ ნახევარი გავიდა
ძირითადი დროის აი გადატრიალდა. ახლა უკვე ნიკას აქვს უკეთესობა სალასახად, იმიტომ რომ მისი პოზიციაა და შეიძლება ფუძლე გადასვა. მუხლის გამოტანა მოასწრო, კარგი დასვა იყო რიმაშევსკის მხრიდან. კი, სერიოზული ბიჭი არის რიმაშევსკის რა თქმა უნდა. და ყველა ვიც გვესტუმრა. აი ბიჭები ჩამოვიდნენ. ბატონო. კაი ბიჭები არა, კარგი ბიჭები ჩამოვიდნენ. თან კაი ბიჭები არ ჩამოვიდნენ. თუ ეგრე ჩამოდია ხო? რა კარგად შეიტანა მუხლივე კონდა დაცვისთვის. ეხლა უტევს ვეკუას მარცხენა ფეხს single leg exit რიმაშევსკი და ზურგს ემუქრება ვეკუა. შეტევაც დაიცვა ნიკამ. 209 ნიგდიაზარმი გადაბეჯება სადა, მაგრამ მაინც ოპერატორის პოზიციაში ვერ აღმოჩნდა იმ მომენტში და ეხა გადაჯაჭულები არიან ფეხები. ეხა აქ 50-50 შეტევა, თუმცა ზურგის აღება არის საფრთხე ამ დროს და მაგას აპირებს ვეკუა. ეხა მიიწევს ზურგის კელნელნელა მიიწევს. აბანახოთ ახლა. აქ ჩამოხლული ჯობია იყოს მოკეცილი ხომ. თვითონ უტევს ამჯერად ნიკა. ფუთლოკი შეტევა არის ამჯერად, ანუ კოჭს ემუქრებიან ერთმანეთის. ერთის და მეორეც. რა ხდება? ვეკვა წავიდა დაცვაზე. თავად გაუშვეს მიატოვა შეტევა. ხელეს ებრძოლეო. კურის ნიკ დანიელსი. კი ბატონო. ძალიან დიდი მედროს გადავართ დამატებით დროში, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ ფეხებზე მუშაობას ვხედავ და იქ ფეხებზე მუშაობა არ არის. მხოლოდ კისერზე და ხელზე. 25 წამია დარჩენილი, სულ შეტევა არის 6 წუთი. ლეგლოკ მატჩი ვნახეთ, შეიძლება ეს ვთქვათ. ათი წამი დარჩა. ჩამოჯდა ორივე. იწყება დამატებითები. Let's go! დამატებით. ადგილია, სადაც მწყინავს ნიკავეკი. საინტერესო მაგარი ბიჭი არის მაშინ. სიტუაციაში მოგთავაზეს ბიჭებმა. ეს როგორი იქნება დავიგოთ საჯებისგან დომინატორ პოზიციაში როგორი ვის მიანიჭებენ უპირატეს პოზიციას. ლურჯი. კი ბატონო რიმაშევსკის გადაწყვეტილება უფრო მეწუტებდა იაროსლავ რამაშევსკისა. და ზურგს აიღებს ახლა იაროსლავი. დავიწყეთ. ხელს ებძვის, მარჩობელა ხელს ებძვის ვეკუა. კანის სამკუთხედი შეკრა რიმაშევსკიმ. ორი ხელით ებძოლა მარჩობელა ხელს. შიგნით აქვს ხელი ვეკუას თავისი დასვა შეეხმარება, სივრცეს ამიტყოლობს. უტოვს. ხელის ჩაკეტვა სტილობს. სულ პოზიციაშია ნიკავეკუა. ძალიან დიდი დროა ხა. ძალიან დიდი დროა. 48 წამი აქვს რიმაშევსკის. და გამოძრა ბრავო ნიკავეკუას. ეს მინახავს ამდენი ხოდაში. კაი ხიცა გამოიხედა, კაი ხიცა გამოიხედა. ყავადალია. 30 წამი. საკმაოდ ბევრი ძალა დახედავდა ორივე ამ შეტევის გამო, დაცვის გამო ნიქსონი და სკვიზის გამო რიმაშევსკი. როგორია ქართულად სკვიზი? მოჭერა? რაღაც არ მოწოს. არ მოწოს მაგრამ. ეგ. ეგ
10 წამი პირველი დამატებითის დამთავრებამდე გამოძრავ იყო. ეხლა ეკუას ეკრება შანსი. იგივე პოზიციაში 90 წამი. წავალ. არის სამკუთხედი შეკრა იმ წამსვე ნიკამ ეს კარგი პოზიცია და აფტყელებს ნელ-ნელა ვეკუა. არბარსაპირებდა თითქოს ისე დაატყვევა მარცხენა ხელი და აქედან უყვარს ზოგადად ამის გაკეთება. გადასვლა თუმცა ტანის სამკუთხედი ამაში ხელს შეუშლის. კიდე ჩაკეტილი აქვს, ხო კი ჩაკეტილი აქვს მარჯვენა მხარეს. გააბტყელა ეხა ძალიან დიდ წნეხს ხელებს რამე თუ არ მოუხერხა ლუკა, ხელებს რამე თუ არ მოუხერხა და კისერი თუ არ იპოვა ეს გააბტყელებაც ესეთი ნაბიჯია იქ. კი ბატონო. გააბტყელებად, მაგრამ აი ახლა არბარის სურვილს ვხედავ. მარჯვენა ხელზე რიმაშევსკის. თუმცა შეკრული სამკუთხედი ძალიან რთული იქნება. და დროც ცოტაა 20 წამი. იმიტომ რომ წინა ბრძოლებში ნახეთ ჩვენ ამბარზე გადავიდნენ, მაგრამ გახსნა ვეღარ მოასწრეს მე ხელების. ახლა ვნახოთ, არა არც გადადის როგორც ჩანს შეგჯერობით არ ჩხარობს ეკუა. ზუსტად თავის კუთხესთან არის იღებს მითითებას, მაგრამ დაისვენა ეკუა. კი. დაისვენა ეკუა. დასწავლება არბარი ახლა შემდეგ სპაიდერების პოზიციაში. სახეზე ეკუას ეთყობა ბრძოლის კვალი მარჯვენა ყრიმალზე. ყველაზე უცნაურად იცავს თავს ეკუა, აი დააკვირდით ხელის პოზიციას ეხლა. არასდროს აკრავს სამკუთხედს. ელოდება, როცა გააშლის. რიბუგრიფით იცავს. ყოველთვის ესე იცავს თავს ეკუა. აი ამიტომ იცავს ხოლმე, როცა მარტივად გამოიცხო. ვიღაცები ამომე რომ არასწორია, თუმცა ჯერ კაცი არ დაუსაბმითებიათ ეს. მუშაობს, კიდე არასწორი იყოს. რაც კიდე დაუძახეთ. ახლა ვეკუა აიღებს იმავე პოზიციას. ძალიან სწორი შეტევა, ფეხები აიღო და ვერ ადგეს, თუმცა წამოდგა მაინც რიმაშევსკი და ახლა მუცლით ქვემოთ. გაუშვა მე ფეხებს ხე. ხიხარიცა აქცია. დააბრუნა ისევ მიწაზე. თქოს სულ ეუსტრეჯზე მიდიოდა და ვიფიქრე თავიდან მუხლს რომ მოკიდა ხელი, მაგრამ დააბრუნდა ნიბარზე ვეკუა. ცდილობს რომ ფეხები გაუშავოს. ერთი რომ ფეხები ვერ წამოდგეს ფეხზე და მეორეც რომ ფეხები თუ შეძლოს თავის დაცვა, აბა თუ გაუხსნის ხელს. გამოდრა რიმაშევსკი. ისევ ზურგიდან ნახავ ჩეტევას. იძაბება სიტუაცია. მესამე დამატებითი რაუნდი ასე ვთქვათ. ბოლო ბრძოლა დღევანდელი საღამოსი, ბოლო იმედი ნიკა ეკუა. ბატონო. მის ზურგზე რიმაშევსკი. ჯერჯერობით მშვიდად იცავს თავს ეკუა და თავად რიმაშევსკი ძალიან კარგად იცავს ახლა თავს ეკუა, თითქმის გამოსული არის ზეატანით. შემოტრიალება ჭირდება უბრალოდ მისკენ და კი ისე გამოვიდა. ეპიზოდი დასრულდა. ეხლა ეკუას ეკრება კიდევ ერთ შანსი. ავედით. ამჯერად ტანის სამკუთხედს კრავს. ამჯერადაც. ამჯერადაც კრავს. მაგას სვაპირებდი რომ მეთქო. კი, ვიცი. მოდიოდა სადაც.
სად აქვს მეკუას ეს ფეხი? არა, ხელი. მეთქი ფეხი. არც გამიკვირდებოდა. თითქოს ეხლა აპირებდა მარჯვენა ჰუკის ჩადებას. გამოვიდა. ეს ორი ხა რეალურად თამაშობს მართლა ჭადრაკს. ახლა შეძლებს სავალოდ გაფრთხილებას, ნახოთ, ბატონო. ბატონო, ეხლა კისერი ცოტა გაუთავისუფლდა, მაგრამ წამოდგა ისევ. მუშტის ჩატენვა ცდილობს, არ გამო. დანიშადებას აპირებდა. It's Blade. როგორი შეკრული არის იმაში, ისე არ უშვებს საერთოდ. დაფიქრდა ეხლა მარცხენა ფეხზე რამე ხო არ გავაკეთო? 15 წამირჩება. სპაიდერებს ნახავთ ის. კიდევ ერთი რაუნდის, მესამე დამატებით რაუნდის დასრულება. დაისვენა ორივე შეიძლება ეს თქვა. დაიწყე სპაიდერები. ისევ გეიბლ გრიპი, ისევ უცნაური დაცვა. სამკუთხედის შეკვრას აპირებს რიმაშევსკი. გადმოტრიალდა ნიკავეკუა და გამოძრა საბოლოოდ. უცნაური არის, მაგრამ მუშაობს. არატრადიციულია და გამოსდის. გამარჯვებულებს არ ასამართლებენო ეგეთი გამოთქმა აჯდება. აგერ დონალდ ტრამპი. დავიწყე. მიარტყაი და სახეს ჩაარტყა თითქოს ფეხი მომეჩვენა, არ ვიცი. და ეს კარგია, ეხლა ძალიან დიდი წნეხი არის მარცხენა ხელზე რიმაშევსკის. სლაისერადაც შეიძლება ეს გადაკეთდეს. წნეხი მიდის ბიცეპსზე, თუმცა ხელის გაშლაშიც ეხმარება და წამოდგა რიმაშევსკი. ერთი წუთი აქვს ნიკავეკუას, ნახოთ. მარცხენა ფეხი ჩამოიღო კისერიდან და გამოძრა. გამოძრა რიმაშევსკი. სახეში მოხვდა ეხლა. სახეში მოხვდა ფეხი. ორჯერ მოხვდა ამ რაუნდში სახეში ფეხი. ზურგიდან დაიწყებს იაროსლავ რიმაშევსკის. ეხლა მეორე ყურემალის თუ ჩაუწითო და სვირინგივით ეკნება. ნაუმარია ნიკავეკუ. მექსიკური წარმოშობის დესპერადოსებს. არა, ხო ეს სიცითლე სადღაც პირველი დამატებით რაუნდიდან მოსდევს თუ ძირითადად კარგი ხანი აქვს. ტანი გამოიტანა ვეკუამ, თუმცა დააბრუნა რიმაშევსკი. ეს ტანი სამკუთხედი მაგიტყვეს კაი კონტროლი მიუხედავად იმისა, რომ ზეატანს ითავისუფლებ, მაინც შეუძლია მოწინააღმდეგეს დაგტოვოს ზურგზე. ჰუკებით მაგალითად შემოbrunდებოდა აუცილებლად. ტოლოების საბჭოს აპირებს? არა, არ ქონდა იგლის ქვეშხელი. გამოძრა, ფეხები დაეღა რიმაშევსკი შეგვიძლია ის ვთქვა კიდევ. მესამე რაუნდია ბუჩო? მეხუთე. მეხუთე? არა, მეხუთე, ხო, მეხუთე, კი, მეხუთე. იმიტომ რომ ორი ზურგი იყო და ორი არბარი. ისევ სამკუთხედი ჩაკეტა. ვეკუამ. ისევ გამტყელებას ლამობს. გადაიტანა მეორე მხარეს კვანძი.
კარგად იცავს თავს რიმაშევსკი, საერთოდ სივრცე არ არის იქ რომ შევიდეს ყისერში. ნახევარი წუთი რჩება ამ დამატებითი დროის დასრულებამდე და შემდეგ რიმაშევსკი მიიღებს სპაიდერვებში შანსს. გადმოატრიალა ვეკუამ და ეხა ანბარის ცელობა შეიძლება ვნახოთ. კი, ვნახეთ და 15 წამი ვაქვს დარჩენილი. თუ გაახსნევინებს ეხა კარგად ისავს თავს რიმაშევსკიაც და ისე ფეხი ჩაარტყა თავში. რა ხდება? რატო გვირტყავთ? ძალიან დაღლილია ორივე, შეგვიძლიათ ეს თქვათ რა ვიცი ვეკოს არაფერი ეტყობა დაღლილობას, მაგრამ მეგონი არ იმჩნევს. აი ეგეთი კაცია ნიკავეკოა, რომ დაღლილობას რო არ შეიმჩნევს, ხო იცი, აი რობერტს უნდებს რა არ იმჩნევს. წყალში ვიყო ჩაგდებულ და იქ ჩოვოდეს, ვერ შეამჩნევ ის ჩო. ეხა გებოგრიპით როგორ იცავს? გაახსნევინა, მაგრამ რამდენჯერმე გაახსნევია და ყოველ ჯერზე ესე ხელი გადააქვს თავის უკან და გამოძრება. ძალიან მოქნილი მხარი აქვს, ეს ხრის ბრუნი აქვს ყველა. კიმურა და ამერიკანა არ მუშაობს, ნიკავეკოა და სუტრია. 360 გრადუს დატრიალებს ხარს. ძალიან ძნელია გამოვლენა. დავიწყეთ. ეს ხო მე-6 დამატებითი რაუნდია, რომელშიც უკვე ნიკავეკოა იგებს ამ მეორე ნახევარია მე-6 დამატებითი რაუნდის. მე-18 წუთი დამატებით რაუნდებში. 6 მაქამდე. ოღონდ აქ მართლა არა, კაც ადრე გამოძრომები იყო. ეგეც იყო, კი. აი, მე-18-ია რა. აღარ შევალ ბაქტერიაში. არ მიყვარს ბავშვობიდან. ჯერჯერობით მე რახსნევინებს ვეკუა ხას სხვანაირ დაცვა აქვს რიმაშევსკის, მაგრამ ისიც მუშაობს, ესეც მუშაობს. კი ბატონო, ორივე მუშაობს. უფრო კლასიკური მიდგომა აქვს რიმაშევსკის საქმესთან. რასაც, ნუ, ანბარებისგან თავის დაცვა ქვია. მე-7 რაუნდი იწყება მუშაობა. არც ერთს არ უნდა ჰუკებით მუშაობა, ტანი სამკუთხედით მაყოფილია ორივე, ტოვებენ დიდხანს, თუმცა ვერ უტევენ თითქოს. პირველი რაუნდში მახსოვს, რიმასკი შეტევა კარგი, დანარჩენი ზურგიდან არბარზე გადავიდა ვეკუა წინ რაუნდში. ეგეც. იმიტომ რომ აღარ ქონდა მან ტანი სამკუთხედით შეკრული. ხო. შეიძლება მაგით უკრავენ. არა, აქ ისეთი body type, ისეთი სხეულის ტიპი აქვს ერთსაც და მეორეს. ძალიან მარტივად აკეთებენ, კი. ერთი ეგ არის სამკუთხედი მარტივი გასაკეთებელია და მეორე ჰუკებით რთული გასაკონტროლებელია ერთის და მეორის. ეხა პირველად არის შეტევა და მუცელზე. კარგი შეტევა, იმთან თავი გამოიღო ეკო. გამოძრა ნიკავეკო. ვაუ. დაცვები, ძალიან მაგარი დაცვა აქვს ერთსაც და მეორესაც. ისე ხიჩი გაშვეს და ვეკوас არ უჭიდავდეთ ხო? არა და ჩემი ოცნება მაგის ხო. ხიჩაგა ორი ბორბლიდან თუდეს მე ჩამოვა. და ერთი პიცრიდან. მე-7 დავატევით რაუნდი სრულდება ამ ზურგის აღებით. დააბრუნა გადასურდა. ეხლა ამოვიდა ოდნავზევით რომ ის ჰუკი უფრო მობილური გახდეს და აქედან ეხლა არბარი შეიძლება და კი უტევს ვეკუა. კარგად გადავიდა. დროც აქვს. 48 წამში შეიძლება გახსნა, ვნახოთ. არა. ზურგზე დაბრუნდა. რობა! კავსლაიზერი! შენ თქვი ხო? ლეგლოკებს ვერ ნახავთ დამატებით დროში. აბა, და შენ თქვი რომ ძალიან მინიმალური შანსი აქვს და აგერა. ზურგიდან ნახეთ კავსლაიზერი. ანჯეა მაშევსკი მერვე დამატებითი რაუნდი, ხო? და ზურგი აღარ.
ხელი ისევ გაუხსნა, მაგრამ ეხა აქამდე სწრაფად გამოდიოდა ამ პოზიციიდან ეყვა და ისევ ახერხებს ამას. რიმაშევსკი გიზგავს, ვერ გაიგო, უხსნის ამ კაცს ხელს 4-ჯერ გაუხსნა ხელი და 4-ჯერვე გამოზღვრა შემდეგ უკვე თან ამ სიგრძე კარგი დასაარბარებელი ხელები აქვს, ერთი შეხედვით. მირა და ვერ გავხსენით ეს ხელი, ბუჩო უკვე მე რამდენიჯერ ვართ აქ. აბა. ჩვენ კიდევ ვერ ვხსნით ხელს. ეგეც ენერგია არის ძალიან ცოტა დარჩენილი ორივე მებრძოლს. Ოცდაორი და 21 წლის მებრძოლები ერკინებიან ერთმანეთს. 22-ის არის რიმაშევსკი, 21-ის არის ვეკუა. ვეკუა რომ 21-ის არის სიგიჟია, კაც რა მიღწევები აქვს და ასევე რიმაშევსკისაც ძალიან მაგარი რეზუმე აქვს. მათი წელი და ჭიდაოს ვეკუა და რიმაშევსკი არ ვიცი, მაგრამ დიდი ხანია, იმიტომ შავი კამერია ამასაკში. და who give him brother შავი კამერია, შავი კამერია. შავი კამერია. აი ხა მაგ აქცენტის მოლაპარაკობ დღეს მაინც მოლაპარაკობ. და გამოდრა ვეკუა. და სტრესილი ვარ. ეს იყო მე-9 აღარ მოდი არა მე-10 იყო ეს. მე-10 დაიწყო ახლა, მე-10 დაიწყო ახლა. მე-10 დამატებული. არა, უყურე კენტები, ლუწები არის, ხო, ლუწები არის ანბარები, სპაიდერვები, ასე რომ ხო. ეხლა სარი მე-11 თუ მოკლედ მე-9 იყო მოდი ის ვთქვათ და ეს არის მე-9-ის მეორე ნახევარი. და ზოგადად შემდეგში ინვესტიციას ვაკეთებ ფურცელში და კალამში. კალამი გვაქვს, მაგრამ სად მივაწერო არ ვიცი. ნახოთ რაც კრეატიული შემოგთავაზა წინა რაუნდში ვეკუამდა. სამკუთხედი შეკრა შეიძლება, მაგრამ რამდენად არის იქ და გახსნა შეიძლება ეხა აქ ხელის. ეგ არის არა. ეს იყო რეალური შეტევა მეტნაკლებად, თუმცა გამოდრა რიმაშევსკი აქედანაც. ნამდვილი ომი. უკვე აღარ ვიცი მე რამდენი რაუნდი იწყება. ეს არის მე-11 რაუნდი. 11 მგონია მეც. ისევ გეიბლ გრიპი დაიღალა. საჯი დაიღალა ბაგრატ. საჯი ყველაზე ძალიან დაიღალა. არ ვცულით ამ კაცს. სუპიძე. ფიქრობ საერთოდ რა კარგად დაიწყო დღევანდელი საათი. და გაახსნევინა ხელი იმაშევსკი, მაგრამ ეს ხდება ხოლმე. ვეკო ატყუებს, აი თითქოს გააქვს, გაგიშალე ხელი და უსწრაფო. ღია კარის პოლიტიკა აქვს. ღია ხელის პოლიტიკას ატარებს ნიკა ვეკუა. მე-11 დამატებითი ნიკა ვეკუა უტევს სპაიდერ ვებს, ვნახოთ რა გვაქვს შერჩენილი. ერთი და იგივე სცენარით ვითარდება. ერთი და იგივე სცენარით ვითარდება მეტნაკლებად მოვლენები. რიმაშევსკი ფეხი შეიტანა, გაუჭირდება ეხლა ვეკუას. არბარის აღება. არ სრულდება ეს შეხვედრა. მე-12 რაუნდზე გადავდივარ. 12-ზე წავედით. მე მზად ვარ დილან არასასწრაფო მე არ ვარ. დილამდე ვიждები აქ. რა მოხდა აქ? ჯერ არაფერი. ხელი გაიშვა? ჯერ არაფერი. დავიწყე. შეგახსენებთ ხვალარის Road to Gamma და ზეგ უკვე სასწაული ბრძოლა კრივის, მუშტი კრივის სასწაული საღამო Gamma Fight Hall-ში ბეკა კორტავა ბოკეველაძეს წინააღმდეგ. და ორი საჩემპიონო ბრძოლა 84-სა და აბსოლუტურ წონაში. კარგად ვარ ვეკუამ, თუმცა არ ვიცი ამეტყად არის. არ არის ეს კარგი პოზიცია. ხო, იქ წრეხი ლუტოლოტინ, ეს არის ლუტოლოტინი, შენ რომ მეკითხებოდი, ბუჩო. ეს რატო გაჩერდა ამ პოზიციაში გითხრას ნიკა?
აჩვენებს ისევ რომ კარგად გზნობს თავს. ზოგადად ასე გაგუდვა, შესაძლებელი არის, ბევრი გაგუდვა, თუმცა ძალიან დიდ ძალას მოითხოვს. ეს ალბათ ახლა შეჩენილი აღარ უნდა გქონდეს რიმაშევსკის. მიკავეკუას უყვარს ტალღის ქიმზე ცხოვრება. კარგად ვარო კაცო. დაუჯეროთ. გავაკნევოთ ბიჭები. ზურგი აიღო ამჯერად ნიკავეკუა. მე-12. თუ მე-13. არა, კენტე, არა, ხო მე-13-ია. იმიტომ რომ კენტები არის, ბატონო. მარცხენა ხელი შედის კისერში თითქოს ამოიტანა თავი რიმაშევსკიმ. ფეხი ჩაიტანა, მოაშორა ფეხი ეკავურობას, მეტოქის ფეხი ეკავურობას, მაგრამ ხელები აქვს შემოხეული კისერთან ისე რიმაშევსკის რომ ვერ შეძლოს ხელი შეცურება. იკავსკეშ და არბარზე გადავიდა ისევ ეკუა, გადადის არ დაბრუნდა. ეხა ისევ ფეხზე გადავა? კი, ეხა მაგას აპირებს. ეხა ისევ ფეხზე გადავა. 27 წამი. შატრიალებას აპირებს თითქოს ეკუა ეხა იმ მარჯვენა მხარზე. კი, შატრიალდა და ისევ ზურგი აიღო. მანდიყო. გაიუმჯობესა ოპოზიციას, თუმცა არა, ჩვენ კი ვნახეთ ლამაზი ტრიალი, მაგრამ ხიდა მაგენების დახარჯვა. ესეთი კითხვები მაძლევს ახალს. იმ ტრიალის შუაში. უკიდე განუჭიდაობა. ტრიალის შუაში რაღაცა მიშენები არის, რო არ გამოვიდა. ისევ სპაიდერები. ნახოთ ისევ გააშლევნებს თუ არა ხელს რიმაშევსკი ეკუას. მუხლი აქ ეტანილი ახლა ნიკავეკუას, რაც ძალიან ეხმარება დაცვაში. გამოიტანა ის მუხლი ეკუამ. ან გამოატანინა რიმაშევსკი მეგეთ შეიძლება. გააშლევინა ხელი. ამჯერად დაიჭირა უფრო მეთხას ძალიან რისკიანი. ბრავო რიმაშევსკის. ძალიან რისკიანი დაცვა ანბარისგან და მე-14 წელზე უკვე დაიჭირა ხელი და აიღო საბიშარი და შესკიმ სასწაულად დაძაბულ ჭქუში. აპლოდისმენტები დაუთმოთ ბიჭებს, მეგობრებო. ბრავო ორივე მებრძოლს, ატივისება ორივე მებრძოლს, ძალიან მაგარი უნდა გაჩვენდეს მაღალი დონის მებრძოლები ჩამოვიდნენ წინასაჭიროებად. მებრძოლებს გთხოვთ მიბრძანდეთ საჭთან. მე ხა გვარ შევიწულ უცბად წამოვიჭიდაოთ მე და შემდეგ დამასაბნეთ ელიტა, იმიტომ რომ ერთი მაინც წამოვიდეთ. ველოდებით დაბრუნებას. ვერ დგებიან. ეს ვერ ნახეთ სამწუხაროდ. სერიოზული რამაში მოსასახელო. დატოვეს. უნდა ითქვას რომ ჩინგას მასე ვერ იჭიდავა, აჩობეჟიაში ვერ იჭიდავა, მაგრამ აჩობეჟიაში. სანდრო თევზაძემ ვერ იჭიდავა. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები დაუთმოთ მებრძოლებს. უკაყვარას ხელია. უმაგრესი სანახაობისთვის მადლობა თქვენ ბიჭებო. ამ ბრძოლაში დამატებით არ ვიცი მე ასე მე მგონი რაუნდში გამარჯვებულია აღარ გვეკითხები. იაროსლავ რამაშევსკი. იაროსლავ რამაშევსკი არის გამარჯვებული ძალიან დაძაბულ დაპირისპირებაში, რომელმაც 13 დამატებითი, არა, 14 დამატებითი რაუნდი. 14 რაუნდში საბოლოოდ დასრულდა ანბარით. ბატონო. Ярослав, поздравляю тебя с победой. Она точно нелегко далась.
Как вообще ощущения? Файтбина от правил submission only. მხოლოდ საბმიშენებით ჭიდაობა. ფაქტიურად დაუსრულებელ დამატებით რაუნდებში ჭიდაობა. Друзья, камарджоба, всем спасибо за მადლობა выступление. ყველას გამოსვლისთვის ძალიან რთული მეტოქე იყო ასეთ პოზიციას არ ვლოდი Если честно, будет легче схватка, но вы дали мне, наверное, самого сильного соперника, да? Который может быть. Спасибо моей ძალიან семье, რთული моим друзьям. ყველაზე რთული მეტოქე Спасибо მოვიცი моему შეეძლო клубу «Яшки და Оса». მადლობა ჩემს გუნდს Спасибо ჩემს ოჯახს Тимуру Абдулаеву, Тамерлану с и гунцу Свету, моей ты команде смотрел. Абдулаев Тим. Спасибо за поддержку и спасибо за ивент. Оса. Ос, Ярослав, поздравляем с победой. Эти аплодисменты для უცალთ тебя. იაროსლავს გამარჯვებას დავმარცხდით დღეს ვუჩვოთ უმცა იმედია ძლიერები დავბრუნდებით და ვისაც არა იმედი მეგობრებო. გადაუვალია დღეს დავამთავრეთ გამა გრეპლინგი. შეგახსენებთ, რომ საბრძოლო ვიკენდი მხოლოდ დაიწყო ხვალგველის Road to Gama, სადაც ზომბი და იმპერატორი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ზეგველის უკვე სამეფო, უბრალოდ გამას სამეფო კარის თამაშები. დღეს სულ ეს იყო. ვიმედოვნებ, რომ ვისი ამოვნეთ ჩვენთან ერთად. გამა მეგობრებო! დასრულდა დღევანდელი საღამო რა სიტყვი უკა როგორ შეაფასებ ორი სიტყვით ეს ტელემა გვაჯობეს რამდენადაც არ უნდა მწყინდეს ამის თქმა არა ორი სიტყვით შეფასება ესეთი იქნება ჩვენ როგორც კომენტატორებს იმის ვალდებულება გვაქვს რომ ვიყოთ შეძლებს დავართ ობიექტურები ეს არის შეიძლება ითქვას არა უსაუს დაბრუნდებით ლიდერები აქ არ ვინახავს ჩვენი საუკეთესო რეპერები თუმცა მომავალში ნახავთ ძმებ რაზმაძეებს იმედია თევზაძეს ზედგინიძეს ნახავთ დაელოდეთ ავენჯერები უნდა ავაწყოთ უნდა ავიღოთ assemble დარჩით ხვალ გამა FC ტივიზიან გამა ფაითბოლში მობრძანდით და ზეგაც ზომბი დარა ამარიანის იმპერატორის წინააღმდეგ და ზეგ ბექა კორტავა ნიკა ბოკელავაძე ბადო გოგიშაშვილი ნიკა ნოზაძე გრიზლი ბესტავაშვილი ლაშა აირონ როინიშვილი შეხვედრამდე ნახვამდის შენი სიგიჟე მეტოქე აირონ ლაშა ხდება სხვას ლუკა სხვას ხდება ამართვა გრიზლი ოპონენტი ვიხილავთ მას იმედია ძალიან დიდი იმედი მაქვს გამა გრეპლინგის პიძე გამას პიძე ამით გემშვიდობებით დღევანდელ საღამოს თქვენთან ერთად ვიყავით ლუკა კვარაცხელია ჯიცერი ლუკა და გიორგი ბუჩუკური დროებით